მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი ტრადიციული საუბრები საღვთო ისტორიის შესახებ, ძველი აღთქმის, კერძოდ ძველი აღთქმის ისტორიის ნაწილში. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სასჯელებთან დაკავშირებით, რომელიც ღმერთმა მოუვლინა ეგვიპტეს, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ მთელი ეს პროცესები, სასჯელების მთელი სახეები, რომელიც ჩამოთვლილი იქნა, სავარაუდოდ უკავშირდებოდა ეგვიპტურ პანთეონს და მართლაც ძალიან საინტერესო ფრაზა გვხვდება ჩვენ მეათე სასჯელის კონტექსტში. როდესაც უნდა დაიწყოს პირმშოების მოსვლა, ხდება ასეთი ძალიან საინტერესო ფრაზა, უფალი ეუბნება მოსეს და მოსეს პირით ამას იგებს ფარაონი, რომ მე ვარ უფალი, ჩემია ქვეყანა და აი იქ იმ საღამოს, როდესაც მუსროლმა ანგელოზმა უნდა გაიაროს ეგვიპტეში და უნდა მოსრას პირველშობილები ფარაონის პირმშოდად დაწყებული, იმ ხევლის პირმშოთი დამთავრებული, რომელიც ხელს საფრთხავს უზის, ეს სოციალურად ყველაზე დაბალ საფრთხოს მიუთითებდა. ცოტა მოგვიანებით იქნება ფარაონის პირმშოდად დაწყებული პატივლის პირმშობლე, რომელიც საფრთხილეში ზის. კიდევ უფრო დაკონკრეტებულია მთელი ეგვიპტის სახე, სოციალური სივრცე. აქვეა ნათქვამი, რომ გაივლის უფალი ეგვიპტეში, გაივლის უფალი, აი ამ თავის მიწაზე გაივლის უფალი. ეს ფრაზა განსაკუთრებით უნდა მოხვედროდა ფარაონის ყურში. და რატო? ერთ-ერთი წმინდა მამა ბრძანებს ბოდიშგირდით ახლა, როდესაც საუბრობ როდესაც არ ვწერ და ვსაუბრობ, მაშინ შესაძლებელია უშუალოდ ავტორი მავიწყდებოდეს, მაგრამ ცხარო უნდა მომქონდეს და ავტორს მიუთითებდი, ამიტომ შესაძლებელია ეს ავტორი ახლა ზუსტად არ მახსენდება, თქვა რომ ნეტარი ავგუსტინია და აღმოჩნდეს ეფრემასური, ეს მეტუხერხულობას გამოიწვევდა, თუ ვიტყვი რომ ეს ერთ-ერთი წმინდა მამაა და წერილობით შემო დავადასტურებ ეს რომელიც წმინდა მამაა, ამიტომ ამ აუდიტორიამ ამით ძალიან ხერხულობა არ იცნოთ, რომ რატომ დაუშვა ღმერთმა ის, რომ 9 სასჯელია და მიათია ზუსტად აი ეს პირმშოების მოსვლა. რატომ არ იწყებს ღმერთი ან რატო შუაში, თქვა მესამე, მეოთხე სასჯელად რატო არ აკეთებს ამას? საქმე ეს გახლავთ, რომ როგორც თავის დროზე გითხარით, ფარაონი გაგებულია, აი ლოცვაც კი არის ასეთი, ხურუთა ლოცვაც კი არის ასეთი, ნაპოვნი სხვადასხვა ეს ლოცვა, რომელიც ხურუთა ლოცვას წმინდა მამათა ლიტერატურაში არ გვაქვს, ეს ბიბლიურ არქეოლოგიაში გვაქვს და უამისოდ ჩვენ წმინდა წერილს ვერ გავიგებთ, ყურადღება მასაც უნდა მივაქციოთ ისე როგორც იუდაურ გარდამოწევებს, როგორც ამას ბევრი წმინდა მამა აკეთებდა და განსაკუთრებით ეფრემასური. ასეთი ლოცვაა, რომ ფარაონი არის მზის ძე, ეს რასად მიმიწყვლელი ლოცვაა და თაყვანის ვცემდეთ მას, ამ მზის ძეს, ანუ ფარაონს. და შესაბამისად, როდესაც ფარაონი მზის ძედ, ანუ მიწაზე ღმერთად არის გაგებული, ეს ღმერთის ძეობა, ღმერთის შვილობა, ძალიან საინტერესოა წარმართობაში, როგორ კარგად არის გაპრობირებული, რომ როდესაც წარმართობაში შემოდის ქადაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა, წარმართს ძალიან აინტერესებს, წარმართისათვის არ არის უცხო ტერმინი. ძალიან ნაცნობ რაღაცაზე იწყებენ წარმართებთან საუბარს, იმიტომაც არის, რომ ღმერთის ზეუდეველებში არ არის ასე გასაგები. თვითონ ღმერთზე კი დაგელაპარაკება, მაგრამ ღმერთის ზე შეიძლება წინასწარმეტყველი იყოს, ან ვიღაცა სხვა წარმართს უფრო სხვა ინტერესით ისმენს ძის მოსვლას და კიდე სხვა დეტალია კიდე მისი სისხლის დაღვრა, კიდე უფრო დიდ რელიგიურ განცდებს იწვევს, ვინაიდან ჩვენ მე ვილაპარაკებთ ამაზე ელიაზე რომ გადავალთ, იქ იქნება ნაწილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქურუმის სისხლი ძვირფასი სისხლია და ასე უყურებდნენ ისინი ამას. ანუ ისი თქმა მინდა, რომ ერთ-ერთი რიტუალი ეგვიპტეში იყო რა, რომ დიდი ზეიმები, როდესაც იყო ფარაონი გაევლიდა ხალხში. ეს ნიშნავდა, რომ ღმერთი მიდის თავის მიწაზე. ღმერთი მიაბიჯებს თავის მიწაზე. ეს იყო ყველაზე დიდი კულმინაცია ამ რელიგიური დღესასწაულების. და ეს მამა ამბობს, რომ ღმერთი იწყებსო სასჯელებსო და სხვა ღმერთებს ეხება და შეიძლება ფარაონის გულის გასასტიკების კონტექსტშია საუბარი, რომ შესაძლებელია ფარაონი ამბობს, რომ ვიცით, ხო შეთანხმებული ვიყავ, წარმართისათვის მოსეს ღმერთი არ არსებობს, ასე წარმოდგენა არ არის, როგორ არ არსებობს? არსებობს. წარმართისათვის ყველა ღმერთი არსებობს. მაგრამ არის თუ არა ეს ღმერთი ძლიერი?
და ფარაონის გულის გასასტიკების ერთ-ერთი დეტალი გახლავთ სწორედ ეს. კი, მოსეს ღმერთი ნილოსზე ძლიერი აღმოჩნდა. კი, მოსეს ღმერთი ტიფონზე ძლიერი აღმოჩნდა. მაგრამ ფარაონი ვერ მიდის დასკვნამდე. შესაბამისად ეს მეათე სასჯელის წინ აი ასეთი გარემო გვაქვს. უნდა დაეცეს, უნდა ძლეული იქნეს არა ის ღმერთი, რომელი ღმერთიც გონიათ მარტო არამედ ის ღმერთი. მოიწავე. ესეთი რამე არ მოგწყვია სამზუია და არ მოვიდა ლექცია. მე რამე ლექცია. 29 ლექცია რა თქვი. საქმე უნდა გადავდო შეხვედრა ცოტა. ესე როგორ გაგიშვა? ვადროს რომელად მოვიდა. ესე როგორ გაგიშვა და არ გასადიოდ. აი შევხვდებით. ესე წავლე შუქი მოვა. ესე უნდა შეხვედრა. აი ეხლა შუქი მოვა. კარგად შეხვედრა მოხდა. კი, გისმენთ. ზადენის დარმაზის კეთილს კვლევაც ეს უკვე ის დამიასეთ შესუსტებული რელიგიური დამოკიდებულების. სხროვა როგორ მოხდა? მისი სხროვა როგორ მოხდა? სასწაულებრივად მოხდა თავისთავად ხალხი. მეორე სხვა კერპების ბატონო? სხვა კერპების ხრევა. გაცის და გაიმიც იყო, გაცის და გაიმის ხო? კი, ეს ერთი სისტემა იყო, ერთ სისტემაში. კი, ერთ სისტემაში დიდი ღმერთის ზადენი მსახურებით გაცით და გაიმით. რაც მან რო ახსენეთ ხალხის დაბრძოლვის საზოგადოების დაბრძოლვის შეიძლება სხვა შემთხვევაში იგივე საზოგადოება ფერდობ ქცეული. როგორ? ანუ შეიძლება ეს როგორც ჩვენ მე შევეხებით ამ თემას. საზოგადოება პროდუქცია მომენტალურად როგორც კი ის მენტალურად ღირებულებითად უფრო სწორედ დეზორიენტირებული ხდება. ამ შემთხვევაში აქ უბრალოდ ორ უკიდურესობასთან არის საქმე, თორე ის ხალხი იყო, რომელიც ესე მოქმედებდა და მეორეა თათან მიმართებაში. იმიტომ რომ ხალხი ტირილის მიაცილებს ქრისტეს. ანუ უბრალოდ ხალხი ქრისტეს ჯვარცმის მომხრე არ არის. გახსოვთ აი ეკითხებიან მაცხოვარს, რა ძალით აკეთებ ამას? რას აკეთებს? ტაძარი გაწმენდა. რა ძალით აკეთებ? ანუ რა ძალა გაქვს შენ? ფინანსური ინტერესები გააქვს? არ მიიღეს. არ აქვს ფინანსური. პოლიტიკური პრეტენზიები გააქვს? დავითის ძია უნდა კონდეს. არ აქვს. აბა რა გინდა? და პასუხობს. სახ მამისა ჩემისა სახსალოცვალ ეწოდა თქვენ გიყვებით სხვა ბავაზაკთა. ავაზაკთა ყვაბი რა არის? რატო ამბობს ავაზაკთა ყვაბად? არ ამბობს სიტყვაზე თქვა ავაზაკთა შესაკრებელ, არა, მაინც და მაინც ავაზაკთა გამოქვაბულზე რატო აკეთებს აქცენტს? რა ხდება ავაზაკთა გამოქვაბულში? ავაზაკთა გამოქვაბულში ხდება ძალიან საინტერესო რამ. ავაზაკები აქ იკრიბებიან და იყოფენ ნადავლს. ანუ რაც ნაძარცვი აქვს, რაც დაავაზაკარი აქვს. ავაზაკთა გამოქვაბულში რა ხდება? აი ამ ნადავლის სამართლიანი გადანაწილება ხდება. ეს იყო გამოქვაბულს ამ ავაზაკთა ქვაბს იმიტომ ახსენებს, რომ თქვენ აქ ის შემოსავალი გაცაგავთ ესაგავთ ავაზაკობით და აქვე ინაწილებთ ამას. ეს ყველაფერი ფინანსურ სარგებლად გაქვთ აქცეული. მაცხოვარს არ უთქვია სიტყვაზე თქვათ, რატო ვაჭრობთ? ღმერთს ატვე წინააღმდეგებით ვაჭრობთ. ეს არის ყურანის საქმე. ქრისტიანობის საქმე არა, ქრისტიანობის საქმე არის სულ სხვა. ქვაბ ავაზაკთა, იმიტომ რომ ამათ ეუბნება, პირდაპირ ეუბნება მეთქდებიან ისინი, რომ კაიაფა და ანახა თქვენ ხართ ავაზაკები, მაგრამ არ ასახელებს. ყურადღება მიიქცეთ, ქრისტე მაცხოვრის ქადაგების ერთ-ერთი შემადგენელი არის ძალიან საინტერესო არის ეს, რომ ქრისტე ქადაგებს მოვლენის მიუღებლობაზე და არა მიუღებლობის მატარებელზე. პიროვნებებს არ ეხება. ნახეთ, მისი მისიონერული მხარეც როგორია, მე ამ სხვადასხვა დღეს დამჭირდება ამას კიდე მოვიშვები. რომ უნდა შეაგონო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე წამოვა. და ეჩიჩინო რატო არ მეუბნები? არ შეიძლება პიროვნებაზე, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ვხდე. და ქრისტიანობა თავისუფალი ნებელობის აქტია, უნდა გამოიწვიოს. ზიზგინებას გაპატენა სულით. არა, იმიტომ რომ უნდა გამოიწვიოს. უნდა დათესო,
და შემდგომ უნდა ილოცო, რომ ეს ნათესმა გაიხსნა. წვეთა საიდან მოუჭრა მე 14 წუთია დაწყე. ხო, ესე იგი. შესაბამისად ხო ესე იგი აი ეს კონტექსტია იმისა, რომ რატომ ბოლოს ასჯელათ ეს და რატომ მაინც და მაინც ეს, რომ უნდა შეეხოს ღმერთს, იმ ღმერთს, რომელი ღმერთიც ფიქრობს, რომ მაინც ძლიერია მოსეს ღმერთს. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ წმინდა წერილში რატომღაც არის დაწერილი ასეთი სიტყვები, რომ მოსე დიდ კაცად იყო შერაცხილი არა მარტო ისრაელიანთა შორის, არამედ ეგვიპტელთა შორისაც. ესე ძალიან საინტერესო კონტექსტია. მოსე დიდია. ხა მოსე რო დიდია აარონისთვის, მოსე რო დიდია ისუნავესძისთვის, მოსე რო დიდია თქვა იმდროინდელი ისრაელის უხუცესობ ეს გასაგები სულად ბუნებრივია. აი მოსე რო დიდია ეგვიპტური იმისათვის და ქვია ელიტისათვის. არამის ძებო. მოსე გასაგები ახლა ფარაონზე ვეღარ იქნება. ახლა მოსე ის დინასტია წასულია საერთოდ. მოსე ახლა ამ შემთხვევაში არის ასე ვთქვათ ანტისიდენტური მოძრაობის კიდევ ერთხელ მაღორძინებელი და ამ ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის ლიდერი. ის ვერანაირად შეიძლება ის ცნობილი იყოს, მაგრამ დიდი ვერ იქნება. მაგრამ მოსე წერს რომ დიდი იყო. ფიქრობენ რომ ეს ადგილი ჩანართია. ჩანართია წმინდა წერილში მოსე თავის თავზე ამას არ დაწერდა. აი მაგალითად ჩვენ ნახავთ კიდევ ერთ ადგილს წმინდა წერილში წერია რომ მოსე ყველაზე თვინიერი იყო, დედამიწის ყველაზე თვინიერი ადამიანი იყო და ფიქრობენ რომ მოსე თავის თავზე არ დაწერდა და თქვა აი სიტყვაზე თქვა ჩვენ გვაქვს ასეთი ისა მოსეს 5 წიგნეულში გვაქვს ადგილი სადაც ნათქვამია საუბარია ისეთ ამბებზე რომელიც ხდება მოსეს გარდაცვალების შემდგომ. ამასაც მოსე ვერ დაწერდა. ანუ ჩვენ გვაქვს მაინც ადგილები სადაც ისუნავესძემ სავარაუდოდ შეავსო ეს წიგნი და ფიქრობენ. მე არ ვამბობ ეს ასია, ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ ვიცოდეთ მაინც არსებობს აზრი რომ რაღაცა ჩანართები არის იმ მახსოვრობიდან და მახსოვრობა ძველი ქართლის ეკლესიის კონტექსტში. ამას ყურადღებას აქცევს საეკლესიო ეგზეგეტიკა და როდესაც საუბარია იმაზე რომ მოსე არის დიდი, იტყვის რომ დიახ მოსეზე არის ნათქვამი რომ იყო დიდი. და ნათქვამია იყო დიდიო, იქნება დიდიო ნათლისმცემელზე. და ნათლისმცემლის ქადაგებილი ნათლისმცემლის შობის წინასწარმეტყველის კონტექსტში კიდე საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ეწოდება უფალს. და ეს წმინდა მამა ყურადღებას აქცევს, რომ ამის შემდგომ ეს ტერმინი იქნება წმინდა წერილში. არავისი აღარ არის ნათქვამი. და ძალიან საინტერესოა ის, რომ სწორედ საეკლესიო ეგზეგეტიკაში მოსე არის წინასახე ჩვენი მესიისა, ანუ სიმბოლო იმ სიდიდისა, რა სიდიდიც უნდა მოვიდეს, ნათლისმცემელი ამის დამოწმებელი, ხოლო თვითონ ის ვინც მოვა, უკვე საზომი სიდიდისა, რადგან ყველა წმინდანი შეეფარდება სწორედ ამ სიდიდეს. ამ სიდიდით იზომება მისი წმინდანობა, მისი უწმინდულობა. ვიღაც ადამიანის. შესაბამისად, აი ეს შესავალია, ეს კონტექსტი, რომელიც გითხარით წინა შეხვედრაზე გითხარით, თავდება ამით, რომ აღარ მეჩვენო თორემ ესე იგი სიკვდილი არ აქცდება და მოსე ეტყვის ეს კი მართებულად თქვი რომ შენ მე და შენ ვეღარ ნახავ, თუმცა რა ნახავ, თვითონ ფარაონი მოუყვებს თავისთან, მაგრამ გითხარით რომ ესე იგი ამ პრიმშოთ ამოსვლის შემდგომ სავარაუდოდ ფარაონი მგლოვიარი იყო და ზოგიდან ელაპარაკებოდა, ან სახე ჰქონდა დაფარული ყოველ შემთხვევაში პირისპირ ასე ვთქვათ, მათი თვალები ერთმანეთს მართლა აღარ შეხვდება და გადის მოსე მისგან და წმინდა წერილი წერს თხრობას პასექთან დაკავშირებით. პასექი სიტყვით რომ თარგმნოთ, ეს არის გვერდის ალა, გვერდის ჩამო, რაღაცა რომ მოხდება და გვერდით აულის, არ შეეხება. პასექი უკავშირდება როგორც გითხარით პირმშოების მოსვლას. ახლა აქ ძალიან საინტერესო კითხვა უნდა დაისვას. ვინ პირმშოები მოისრა? ორ ნაწილად დავყოთ ამ კითხვაზე პასუხი. პირველი სიტყვაზე ვთქვათ არის ოჯახი, სადაც არის პირმშო, ბავშვი და ის ბავშვი კვდება, გასაგები. მაგრამ თვითონ ეს мама, ამ ოჯახის мама, ხო, მამამისის პირმშო შეიძლება ყოფილიყო. აი ეს კვდება თუ არ კვდება. ანუ შესაძლებელია გვაქვს იქ სახლი, ისეთი სახლები, სადაც ორი კვდება. ერთი მამას უკვდება თავისი პირმშო და მეორე თვითონ იყო პირმშო თავისი მამისა და რადგან პირმშო იყო და ყველა პირმშო უნდა მოისვას, ისიც კვდება. ამის შესახებ მოწმობა არ გვაქვს. მაგრამ გვაქვს მოწმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტელთა სხვაგვარად ვიტყვი, იმ სახლები, რომელიც სახლების წირთხლი და კარის ამყოლები კრავის სისხლით არ არის აღბეჭდილი, აი იმის მიღმა ხდება ეს სიკვდილიანობა. ძალიან საინტერესო ტერმინიც არის ეს წმინდა წერილში წარმოდგენილი. გამოვყოფო, ზღვარს დავდებო ისრაელსა და ეგვიპტელს შორის. ისრაელიანებზე რა თქმა უნდა, ძაღლიც კი არ შეუხებს მათ.
მეგობრებო, საერთოდ ძაღლებს განსაკუთრებით ეგვიპტეში ახლა ისეთი მოპყრობა არ ქონდათ, როგორც დღეს, დღეს ისეთივე მაშინ ისეთივე სიძულვილს და ისეთივე რაღაცა იმას იწვევდა ძაღლი, როგორც თქვა დღეს ვირთხის სიმართლე ძალიან ისეთი ის იყო. და ასე თქვათ, შესაძლებელია არაკონტექსტუალურიც იყოს ძაღლის ხსენება, მაგრამ აქ სხვა კონტექსტშია, რა თქვა, ძაღლის არ შეუყრებს მას. ეს ძაღლები რადგან მოშინაურებულები არის, მოშინაურებული როგორ არის, მაგრამ ასე თქვათ, ასეთი όπως ადამიანის ერთხული და რაღაცა ეგვიპტეში, ასეთი მით ავტორიტეტით ძაღლი შეიძლება არ სარგებლობდა. ამიტომ ისინი ასე თქვათ, ქუჩაში დაძწოდნენ ხშირად და ღამის სიჩუმეში ძაღლების ყეფა გულისხმობს რას, რომ პატარა რაღაცა ხმაური რომ მოხდება, ძაღლები ეგრევე იწყებენ ყეფას. და აი წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ისრაელიანებს ძაღლიც არ შეუყრებს, ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, იგივე წმინდა წერილის მოწმობით გლოვა და ვიშვიში ისოს მთელი ეგვიპტეში. მაგრამ აქ ძაღლიც კი არ არის, იმდენი იმ დონის სიჩუმეა, იმ დონის სიწყნარია და იმ დონის სიმშვიდეა, რომ ძაღლიც კი არ არის, ეს მაწანწალა ძაღლიც კი, ძაღლის ყურადღებასაც კი არ იქცევს რაღაცა პატარა ხმაურის დაღუის სიჩუმის დარღვევა. იმდენად, ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, მეგობრებო, აი ეს ის წიაღია, რომელიც წიაღია და ახლა ინსტიტუციონალური ძველი ახლის ეკლესია უნდა გამოიწესოს. ეს ამ წიაღის მთელ ისტორიას უნდა განმარტავდეს. რა? ძაღლიც კი არ შეგიყრებს შენ. ამისი წინაპირობა, ამისი ისა რა ქვია, გარანტია სინათლესთანაა ნათქვამი უფლის მიერ. თუ ჩემთან იქნებით. ყურადღება მიაქციეთ, ამ ხალხს ასეთი კომფორტი აქვს, არა იმიტომ რომ რაღაცა იმსახურებს, არა იმიტომ რომ ღმერთს სხვას არ მიაქცია ყურადღება და ამათ მიაქცია, არა. თუ ეს ხალხი იქნება ღმერთთან, მაშინ ექნება სწორედ ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ურთიერთობა, ასეთი რეალობა. ძაღლიც კი არ შეუყრებს მათ. შესაბამისად, აი როდესაც აი ამ სიმშვიდის თემას გადავხედავთ ასკეტურ ლიტერატურაში, ჩვენ ვნახავთ, რომ ეს სიმშვიდი არის სწორედ ის, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა გამარჯვების. სიმშვიდის გარშე გამარჯვება არ არსებობს. ეს გამორიცხული, ეს არ ახსოვს საერთოდ ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურას. და ხშირად მოდის მაგალითები, თავისთავად ხადია, არა მხოლოდ მაგალითების, არამედ თავად მაგალითების საზომისა ჩვენი მაცხოვრისა, რომ სწორედ პანაი ამ სიმშვიდით, ავიდა ჯვარზე და ამ სიმშვიდით გამოიხსნა კაცობრიობა. შემდგომ კეთდება ძალიან საინტერესო აქცენტი. რითი დააჩოქა ეკლესიამ რომის იმპერია. და პირდაპირ აი კვლევარებს უწერიათ საოცარი ერთ-ერთი კვლევარი ამბობს საოცარ სიტყვებს, პეტრეს და პავლეს სიმშვიდით სიმშვიდის წინაშე დაიჩოქა რომის იმპერია. ეს მართლაც ასია. ეს მართლაც ასია. თორე ეს ეკლესიის ესე ვთქვათ, მახასიათებელია იყოს ღმერთთან და ღმერთისაგან სიმშვიდე მოსწვევდეს მას. გრიგოლ ნოსელი აკეთებს ამაზე აქცენტს საფრთხო სიმშვიდის საფარველ ქვეშ ყოფობაზე. და ის ძანებს, ესე იგი, რა კონტექსტში ამბობს, სიტყვის ცხოვრების ამ კონტექსტში ამბობს, რომ ესე იგი ეს პირველ შობილთა მოსვლა, ეს პირველშობების მოსვლაზეა საუბარი, რომ მომკლარი იყო ვიღაცა სხვა, მაგრამ აი ალეგორიული განმარტება გრიგოლ ნოსელისა, რომელიც აი ვიცი ქრისტიანული ლიტერატურის ერთ-ერთ მარგალიტს, რაღაც საოცარ უშვილეს მარგალიტს წარმოადგენს, აი პირდაპირ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პირველშო ეს არის ეს რა ქვია ძირი, ანუ პირველი გამოვლინება რა, ძირი პირველი ჩანასახი ვნებებისა, რომელსაც ადამიანს აშორებს ღმერთს. პირველშოს მოსვლა ეგვიპტეში ეს არის წინასახე იმისა, რომ ადამიანს თუ უნდა კონდეს ღმერთში მშვიდობა და საფრთხო სიმშვიდის საფარველ ქვეშ ცხოვრობდეს, თავის თავში უნდა დაიწყოს ამ პირველშოს მოკლა, რომელიც პირველშოს მოკლა. აი ამ პირველშოს ეგვიპტელი პირველშოსი, ანუ იმ საქმის, იმ ვნების წინა იმის, რა ქვია, პირობის აღმოკვეთა, რაც შემდგომ ვნებაშობს. და შემოავს გრიგოლ ნოსელს ასეთი მაგალითები. რომ მართლაც მაცხოვარი ამბობს, რომ ქალს თუ შეხედე ვნებით უკვე იმუშე, რატო? სად იმუშება? მაგრამ შენში გააჩინე ის წინდი, რამაც მე უნდა გამრუშებინოს. და ასკეტურ ლიტერატურაში ეს ვითარდება სწორედ. რომ პრობლემა, რომ ცოდვა ეს არის არა ის რა ჩაიდინე. არამედ ცოდვა ეს არის ის, რისი ჩადენისათვისაც ემზადებოდი. რისი ჩადენაც არ აღმოკვეთე შენი სულიდან. ამიტომაც აქ მეგობრებო, ცოდვის ანატომია მე თავის დროზე გეუბნებოდი და ახლაც გიმეორებთ. რომ ცოდვას რეალიზების წინ უძღვის ცოდვის გამართლება. ანდა მისი სიმძიმის შემსუბუქება, მერე რა მოხდა. ანდა ეს დიახ ასე უნდა იყოს.
წინასწარ აი დაცემული ძალის მოქმედების მეთოდი ეს არის სწორედ რომ გაჯერებს ამ სიცუდის სიკარგეში გიშლის ამ ორიენტირებს საზომებს გიშლის ამიტომაც რიგონოსელი ბრძანებს სწორედ როგორც მრისხანებას მოყვება მკვლელობა სახარებას ეკნობა ვნებას მოყვება მრუშობა და თუ გინდა მკვლელობამდე არ მიხვიდე და თუ გინდა მრუშობამდე არ მიხვიდე საჭირო ამოკვეთო შენში რა ამოკვეთო მრისხანება ამოკვეთო აი ეს ვნება აი ამის შემდგომ არ მიდიხარ ამიტომაც არის მეგობრებო ხშირად მეუბნები ხოლმე სასულიერო პირებს როდესაც მეგობრული საუბარი გვაქვს თავისთავად ცხადია ვიცი სხვა საუბარს მე როგორ გაიგებს არ ვიცი მაგრამ როდესაც ეს საუბრები მაქვს მეუბნები რომ ამბიონიდან ნუ ამბობ ამას ნუ მრუშობ ეს სათრეგძელოა ეს ლოზუნგი ეს არაფერი არ არის დაიღალა ხალხი ამ ლოზუნგების სმენით ნუ მრუშობ კი არა ამ მრუშობა რო არ მიმრუშო რა არის ამისათვის საჭირო რა ვნებებს უნდა ვებრძოლო როგორ უნდა ვებრძოლო რატომ არის მრუშობა ცუდი რატომ არის ის მისაღები რას ნიშნავს რომ კაცი მრუშობით დაეცა მაგრამ ფეხზე წამოდგა რა სიხარულ შეეგება ეს უნდა დავანახოთ ეს ანატომია რასაც წმინდა მამები აკეთებდნენ და არა ლოზუნგები ჩვენ ვისაუბრეთ თავის ვთქვით რომ წმინდა წერილში ფიქსირდება ლოზუნგები და არც ერთი ლოზუნგისადმი წმინდა წერილს დადებითი დამოკიდებულება არ აქვს მაშასე აი ეს წინაპირობები რაც უძღვის ამ პასექს ახლა შევიხოთ უშუალოდ პასექს ეს ძალიან საინტერესო მომენტია პასექის აღსრულება მე პირდაპირ გეუბნებით არც ერთ წმინდა მამას რომელმაც კალამი აიღო და პასექის შესახებ ისაუბრა არც ერთ წმინდა მამას არ გამორჩენია იმის თქმა რომ ეს კრავი არის წინასახე ჩვენი მაცხოვრის ყველგან გვაქვს ვინმე თუ შეეხო არა აქვს მნიშვნელობა ეს ანტიოქიური სკოლა ეს კართაგენის აფრიკული სკოლა ეს რა ქვია რომის სკოლა ეს ალექსანდრე არა კაბადოკიის სკოლა თუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ყველასთან ეს კრავი არის წინასახე ჩვენი მაცხოვრის მაშასე მოდი ჩამოვაყალიბოთ ახლა ის პრინციპები რა პრინციპებითაც უნდა გაიმართოს ეს დღესასწაული თითოეულმა ოჯახმა ანუ მამის სახლზე უნდა გამოირჩიოს კრავი ну გარკვეულ შემთხვევებში არის დაშვება ისე იგი იმისაც თიკანისაც მაგრამ ამ შემთხვევაში კრავზე გავაკეთოთ აქცენტი კრავი ეს კრავი უნდა იყოს მამალი საღი წელგამოვლილი ანუ მინიმუმ 1 წლის მაინც კრავი უნდა გამოირჩიონ თვის 10 რიცხვში, ამ თვასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, თვის 10 რიცხვში და უნდა დაიკლას ამ თვის 14-ში. საღამოს უნდა შეიწმას, არ უნდა მოიხარშოს. უნდა შეიჭამოს მთლიანად. ძვალი არ უნდა გადაწყდეს. ჭამისას უნდა მიატანონ მწარე ბალახი. ქართულ რედაქციაში გვაქვს ერთ-ერთ ქართულ იმაში რედაქციაში მინდვრის ყრდელი ასე ქვია, იმას რა ქვია. ბალახს ამწარე ბალახს. ხო, უნდა მიაჭამო ხმიათები, საფუარი უნდა იპოვებოდეს სახლში. უნდა ფეხზე დამდგარი, წელშემორტყმული, ხელში 4 მდგომარი ჭამონ. ეს წესი მე შეიცვლება, როდესაც ახალ მიწაზე შევლენ, რადგან აქ ჩქარობენ და იქ საჩქარო აღარაფერი აქ უკვე ინახი ჯდომით იქნება ამ ტრაპეზის მიღება. ხო, ნარჩენები უნდა გაიტანონ და დაწვან ბანაკის გარეთ. სახლი, რომელიც არის მცირერიცხოვანი და ვერ შეძლებს ერთი კრავის დილამდე შეჭმას, უნდა შეუამხანაგდეს სხვა სახლს, რომ შეძლოთ ამ კრავის მთლიანად შეჭმა. აი ეს არის მთლიანად, ხო, და წმინდა წვეულება გქონდეთ პირველ და მე-7 დღეს, 7 დღის განმავლობაში ხმიათი არ იპოვება, 7 დღის განმავლობაში საფასეკო დღესასწაულის სივრცეა, კალენდარული სივრცეა, მაგრამ განსაკუთრებით წმინდა შეკრება არის პირველ და მე-7 დღეს. ანუ საფასეკო დღეს და პასექის ამ კვირის ბოლოს. აი ჩვენთან რაც არის პასხა და ანტიპასხა, ანუ აღდგომა და კვირაცხოვება. მოდი დავუბრუნდეთ ამას ყველაფერს თავიდან შევხედოთ. მეგობრებო, ყველას კარგად გესმით, რომ კრავის დაკლა წინასახია ჩვენი მაცხოვრის ჯვარცმისა და ეს 100. თუმცა ჩვენ საეკლესიო ეგზეგეტიკაში გვაქვს ძალიან საინტერესო აზრი იმასთან დაკავშირებით. კარგად მახსოვს ეს არის ეფრემასურის აზრი, რომელიც ითქმის მაცხოვრის მაპატიეთ ღვთისმშობელთან გაბრიელის გამოცხადების კონტექსტში,
როდესაც ეუბნება რომ 6 თვე არის უკვე მიდგომილია ელისაბედი ითვლის და ამბობს რომ სწორედ ამ დროს ჩასახული იქნა ანუ მუცლად იყო დედოფალმა მაცხოვარი ანუ საეკლესიო ეგზეგეტიაში ძალიან დიდი აქცენტი კეთდება რომ კრავი იკვლება ესა წინასახე მაცხოვრის ჯვარს მისად ეს მართლა ასე მოხდება ჭეშმარიტი კრავი რომ ევნებოდა ჯვარზე იუდეველები საპასუხო კრავს კლავდნენ ეს ნამდვილად ასე იყო და ეს ისტორიულადაც გამართლა მაგრამ აი ეფრემას სურს აქვს ასეთი ხედვაც კი რომ არა ჯვარცმას არამედ მაცხოვრის მუცლადღებას უკავშირებს პასექის ამ კალენდარული იმას და ეს ძალიან საინტერესო ხედვა ამ წმინდა მამის. თქვენი ყურადღება რას მინდა მივაქციო. მეგობრებო, აი აქ დაწესდა ახალი კალენდარი. თვეთა დასაბამი იყოს ეს თქვენთვის. მეგობრებო, აქამდე გვაქვს კალენდარი, რომელიც იწყება სექტემბრის თვის მეორე ნახევრი და ოქტომბრის პირველი ნახევრი. ჩვენთან რაც არის ინდიქტივი 14 სექტემბერი, 14 ოქტომბერი დაახლოებით ეს პერიოდი. ფიქრობენ ამას რომ აი ძველი აღთქმის ეკლესიაში გვაქვს ასეთი გარდამოცემა, ახალი აღთქმის ეკლესიამ მიიღო ეს გარდამოცემა საეკლესიო წელთა აღრიცხვისათვის. ის ამისთვის ზურგი არ შეუქცევია, რომ სამყაროს შემოქმედება, ასე ვთქვათ, დასრულდა შემოდგომით, ასე ვთქვათ, ხატოვნად რო ვთქვათ. ამიტომაც კალენდარი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, ეს მოქმედებდა აი ამ შემოდგომის თვით იწყება. ხო ეს ახალი კალენდარი იწყება გაზაფხულისთვის. ნისანის აბიბის თვე ქვია და იმის რა ქვია ბაბილონის ტყვეობის შემდგომ ნისანის თვე დაერქმევა. ეს არის მარტის ბოლო აპრილის დასაწყისი. თუმცა მეგობრებო, არიან ეგზეგეტები, რომლებიც ფიქრობენ რომ სამყაროში ეკლესიას რომ გაზაფხულზე და არა შემოდგომაზე პირველი ნაყოფი მოიწია ადამიანმა და ამიტომაც ამ ნაყოფს დაუკავშირა შემოდგომის კალენდარი, თორე სამყარო გაზაფხულზე შეიქმნა და ამიტომაც დაემთხვაო მაცხოვრის ჯვარცმას აღდგომას და ძველი აღთქმის პასექიც გაზაფხულის იმას. ეს ისე უბრალოდ ინფორმაციისათვის, მაგრამ საინტერესო რა არის? საინტერესო არის 5 დღე. 10 რიცხვში უნდა გამოირჩიო. აი ახალს რო შეხვიდეთ მეგობრებო, საგამოჩეს ახალს სინაგოგაში შეხვიდეთ, ორ კალენდარს დახვდით. ერთი კალენდარი არის ეს საპასუხო კალენდარი, საეკლესიო კალენდარი და მეორე არის შემოდგომისთვის კალენდარი. და შემდგომ ისრაელში როგორ მოხდა იცით ეს მეორე ეს მანამდელი კალენდარი, რომელიც შემოდგომისთვის ეწყებოდა, სასოფლო სამეურნეო მოხმარებისათვის იქნა დატოვებული. და ყოველთვის მათ ჰქონდათ ეს ორი კალენდარი, დღევანდელ დღემდე ეს. რაც შეეხება თვითონ ამ 5 დღეს, 5 დღეს საიდან ვიწვით ამ 5 დღეს? 10 რიცხვში უნდა გამოირჩეს კრავი და 14-ში საღამოს დაიკლას. არის 5 დღე. 14, 10, 11, 12, 13, 14. მე-5 დღეს საღამოს იკვრება ეს. აი ამ 5 დღეს აქცევენ ყურადღებას, ერთ-ერთი დასავლელი მამა აქცევს ყურადღებას და ამ 5 დღეში ხედავს მაცხოვრის იმიდა რა ქვია იერუსალიმში დიდებით შესვლიდან ჯვარცმამდე 5 დღიან პერიოდს. აი 5 დღეში ხედავს ამას. მაგრამ გაცილებით ღრმა და გაცილებით საინტერესო ხედვა აქვს ჩემი აზრით თავისთავად წმინდა კირილი ალექსანდრიელს, რომელიც ამ 5 დღის შესახებ ასეთ რამეს აბრძანებს. ის ამბობს რომ 10 რიცხვში იმის შექმნა 10 რიცხვში კრავის გამორჩევა უკავშირდება იმას რომ 10 რიცხვი 10 ზოგადად ალექსანდრიუს ხონა ნუმეროლოგია ინტერესდებოდა არ გააგრძელეს თავისთავად ცხადია მაგრამ ორიგენესთან დაკავშირებით რიცხვებთან დაკავშირებით საუბარი და ინტერესდებოდა ზოგადად მაგრამ არ გაუგზელებია თავისთავად ცხადია ალექსანდრიუს ხონა ამასთან დაკავშირებით საუბარი რომ აი ეს 10 რიცხვი კირილი ალექსანდრიელისათვის არის ის ეპოქა ის პერიოდი როდესაც სამყარო არ არის შექმნილი და მარადიული ღმერთი მარად ყოფს ანუ ამ 10 რიცხვიდან ეს სიმბოლოა კირილესთან, რომ ამ 10 რიცხვიდან იწყება აი ამ სამყაროს მოძრაობა. ეს 10 რიცხვამდე რაც არის, ეს ესე ვთქვათ, აი ეს არის ეს უმყოფელობის პერიოდი, სამყაროს უმყოფელობის პერიოდი. და კირილი ამბობს, ასე დაფიქრდეთო. ეს 5 დღე სამყაროს მთელ ისტორიას მოგვასწავებინებს ისევე, როგორც ამაზე მიგვითითა თავად მაცხოვარმა. სად მიგვითითა ამაზე მაცხოვარმა? და კირილი იხსენებს მაცხოვრის იგავს მე-11 ჟამის მუშაკებთან დაკავშირებით. რომ იქაც 5 ნაწილად არის დაყოფილი. მე-11 ჟამის მუშაკები რა არის? ყველას გახსოვთ ეს იგავი, აზრი ამ იგავის არა არის საბოლოოდ, რომ ანუ სამყაროს ბოლოშიც კი, აღსასრულის წინაც კი, მცირე ღვაწლის დამდებით
ყოლად სამართლიანი მსაჯულისაგან იქნება ძალიან ისა, ხო? ასე უყურადღებო დატოვებული არ იქნება და მიაგებს მათ თავისი წყალობისაებრ. და ის როდესაც როგორც არის ერთი დღე იმასია მოაზრებული ამ სამყაროს თელ მიწერი ისტორია და მოაზრებული. აი მიწერი ისტორიაში წმინდა კირილე ხედავს 5 ნაწილედობას. მაგრამ პირველი ნაწილი როდის არის? როდესაც პირველ მუშაკებს გაუშვება. მეორე ნაწილი როდის არის? როდესაც მესამე ჟამს გამოვა ვენახის პატრონი. მესამე ნაწილი სამყაროში არის, როდესაც მეექვსე ჟამს გამოვა. მეოთხე ნაწილი არის, როდესაც მეცხრე ჟამს გამოვა და მეხუთე ნაწილი არის, როდესაც მე-11 ჟამის იმას რა ქვია, მუშაკებს გაუშვებენ. აი აქედან გამომდინარე წმინდა კირილე საოცარი სპეციალისტი და მწოდნე იყო წმინდა წერილისა, აქედან გამომდინარე სწორედ ამას იხსენებს და ამ 5 ნაწილედობას მევენახეების მუშაკების 5 ნაწილად გაშვებას უკავშირებს ამ 5 დღეს, რომელიც 10-დან 14 წლის ჩათვლით უნდა იყოს და ბრძანებს. რომ პირველი დღე ეს არის იმ ეპოქის ნიშანი, იმ ეპოქის სიმბოლო, როდესაც ადამი არის სამოთხეში. მეორე დღე ეს არის იმ ეპოქის სიმბოლო, როდესაც მოღვაწეობს ნოე და წარმომდელი მამამთავრები. მესამე ჟამი ეს არის მამამთავრების აბრაამის, ისააკისა და იაკობის ეპოქა. მეოთხე დღეს არის სიმბოლო მოსესი და წინასწარმეტყველებისა. და საბოლოოდ ეს მეხუთე დღე მიმწუხრი, როდესაც კრავი იკვლება ჟამთა სისავსე, როდესაც მოდის ჭეშმარიტი კრავი და დაიკვლება ადამიანის ცოდვებისათვის. აი ეს საოცარი ხედვა წმინდა კირილესი აქ არ ჩერდება, ის თავისთავად ცხადია და ყურადღებას აქცევს აი იმ სიმბოლოებზე საუბრობს, ამ სიმბოლოებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საპასექო ტრაპეზის მიღებას. მეგობრებო, ზოგადად თავისთავად ცხადია, ეს როგორც მოსალოდნელი იყო, ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში, ისა რა ქვია, საპასექო ტრაპეზი სუსიმბოლურად გაიგება. აბსოლუტურად გასაგებია რატომაც. ამიტომაც ძირითადად სიმბოლოები ერთმანეთისაგან არ სხვაობენ და ის სიმბოლოები, რაც წმინდა კირილემ შემოგთავაზა, ძირითადად ახლა დიდი განსხვავებები არ აქვს სხვაგან და ამიტომ წმინდა კირილეს სიმბოლოებს მივაქციოთ ყურადღება. დავიწყოთ თავიდან. ესე იგი ეს 10 დღე, 10 რიცხვი და 5 დღე გამოვაკეთეთ. რას ნიშნავს იმას, რომ ის რომ კრავი უნდა იყოს მამალი. ის რომ ესე იგი მამალი საღი წელგამოვლილი, ანუ მინიმუმ 1 წლიანი. მამალი რომ უნდა იყოს, ანუ მამრი რომ უნდა იყოს, ეს სხვა ნიშნავს იმას, რომ ქრისტე ჩვენში სათნოებების მთესველია. საღი ერთწლიანი ეს სხვადასხვა იმაზაკია, სხვადასხვა იმით სხვადასხვა ნაწილში ამბობს ამას უნდა კირილე, მაგრამ ერთ კონტექსტში გულისხმობს, ეს არის მაცხოვრის უბიწოებისა და მაცხოვრის სისრულის სიმბოლო. რას ნიშნავს ის, რომ სისხლი უნდა სხონ, ყურადღება მიაქციეთ, კარის წირთხს და ამყოლებს. ზოგადად არის აზრი, რომ ებრაელებმა ეგვიპტეში ჯვარი გამოსახეს იმის სისხლით, კრავის სისხლით, ეს ასე არ ყოფილა, სტამდულად არ ყოფილა, ასე წმინდა წერილში ყოველ შემთხვევაში არ დასტურდება. მაგრამ შესაძლებელია ვივარაუდოთ, თუ წირთხლის ქვეშ მართლა იმას არ მიგულისხმობ და მაშინდელი მაშინ ზემო ჩარჩოს ვიგულისხმებთ, რომ ორ ამყოლს წაუსვეს, ზემო ამყოლს წაუსვეს, ეს დაიწრით ქვემოთ, მართლაც ჯვრის სახით მოხდა ცხება, არა ჯვარი გამოსახეს, არამედ ჯვრის სახით მოხდა ცხება. ყოველ შემთხვევაში უკვე იმასთან რა ქვია, საეკლესიო ეგზეგეტიკაში ეს არის იმ სისხლის სიმბოლო, რომელმაც სისხლმაც ჩვენ სიკვდილისაგან გვიხსნა. თუმცა წმინდა კირილე მარტო სიკვდილისაგან გვიხსნა აქ არ ჩერდება და კიდევ ერთ სიმბოლოს ამატებს ამ სისხლს, რომელიც სახლის შესასვლელთან არის წაცხებული. რა არის ეს სიმბოლო? წმინდა კირილესა მეგობრებო, ეს კარი არის გულის კარი. გულის კარის სიმბოლოდან. და ეს სისხლი არის იმ ჭეშმარიტი ტარიკის სისხლი, რომელმაც რა არ შემოუშვა. იმდენად სიკვდილი არა, რამდენადაც ვნება, რომელსაც მოაქვს სიკვდილი. და ამის შესახებაც ახლა ჩვენ საუბრობთ. ანუ ის რაც ამოსაკვეთია. ანუ ისაც სიკვდილის მომტანია. ანუ ამ სისხლი თუ გაწაცხებული შენი გული, ანუ გული თუ გაწმენდილი, შენში არ შემოდის აი ის, რასაც მოაქვს სიკვდილი, ანუ არ შემოდის ის ვნება, რომელიც ვნებიდანაც იშობა ეს სიკვდილი. ჩვენ გვწმინდა კირილე ამბობს, რისი სიმბოლოა ხორცის ჭამა. ეს ძალიან საინტერესოა, მე სხვა მამასთან არ ვარ შენახვედრი, შეიძლება აქვთ, მაგრამ მე არ ვარ შენახვედრი. წმინდა კირილესთან კი ვარ შენახვედრი. რომ ხორცის ჭამა ეს გახლავთ სახე სიმბოლო რისი. მაცხოვრის მაცხოვრებელი მოძღვრების მიღებისა. ზოგადად ეს ჭამა ზიარების სიმბოლოდ არის, სადაც მაცხოვრის ხორცს და სისხლხებულობთ,
თუმცა უფრო ეს განვითარდება მაცხოვრის ეგზეგეტიკიდან გამომდინარე მანანას ჭამის კონტექსტში და არა კრავის ჭამის კონტექსტში, მაგრამ ზოგადად ამასაც უკავშირებენ. ეს არ არის ამაში არანაირი მეუღებელი ამაში აზრი არ არის, მაგრამ აი წმინდა კირილე ამ ჭამაში, ამ კვებაში გულისხმობს მაცხოვრის მოძღვრების მიღებას. და მთლიანად უნდა იჭამოს ეს კრავი წმინდა კირილესად არის იმის სიმბოლო, რომ ეს მოძღვრება მთლიანად უნდა იყოს მიღებული. ეს ძალიან საინტერესო მიგნებაა წმინდა კირილესი. ეს ძალიან საინტერესო ხედვაა, ვინაიდან როდესაც ჩვენ წმინდა ესე იგი მაცხოვრის მოძღვრების მთლიანად მიღებაზე გვაქვს საუბარი, აქ საუბრობთ სწორედ იმაზე, რომ სისავსითაა მაცხოვრის მოძღვრება მისაღები და არა ნაწილ-ნაწილ ან და როდის რა დაგჭირდება. ეს ძალიან საშიშია. ვინაიდან როდის რა დაგჭირდება, თუ კი ამის მოხმობას იწყებ, თუ კი ამაზე გაქვს მხოლოდ დაპერილება. მაშინ შენ არსობრივად არამართებულად უდგები გამოცხადებას, არამართებულად გესმის გამოცხადება, კერძო წმინდა წერილი. არ შეიძლება წმინდა წერილის კონტექსტუალურად, არ შეიძლება წმინდა წერილს არ კითხულობდეს ადამიანი კონტექსტუალურად. წმინდა წერილს კი ადამიანს არ უნდა აუსვენდეს და აზრები არ უნდა გამოყოდეს მისგან არაკონტექსტუალურად, იმიტომ რომ საშინელ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ წმინდა წერილის კითხვა განსაკუთრებით არაკონტექსტუალურად არ შეიძლება. მაცხოვრის სიტყვების გაგება არაკონტექსტუალურად არ შეიძლება. მაცხოვრის სწავლების გააზრება ასე მთლიანობის გარეშე არ შეიძლება. აი მაგალითად მაცხოვარი ამბობს ასეთ სიტყვებს. არავინ იცის მამა განაძემა. სულ მარიცის მამა? სული წმინდა მარიცის მამა? და მაცხოვარი რო არ ამბობს? აქ თუ ჩვენ არ დავუვხეთ ის კონტექსტი. რატო არ ამბობს? რის გამო არ ამბობს? და მარტო ეს ავიღეთ ეს და ეკლესიას მარტო ეს აიღო რომ მაცხოვარი ბარბოს მარტო ძემიცისო და სულზე არაფერს არ ამბობსო. როგორ ფიქრობ დოგმატი ყველა წმინდა სამების შესახებ გვექნებოდა? არა თავისთავად ცხადია და ეკლესიას ასე არ უნჯელი. და საინტერესო რამე, როდესაც ბასილი დიდი წადის იმაზე რა ქვია ამბიუმზე და ქადაგებს მამისა და ძის ერთობის შესახებ. და სული წმინდასთან რომ მივა აღარ აკეთებს დიდ აქცენტს. და ისე იტყვის. ანუ იმდენად დიდ ბევრი მტკიცებულება არ მოყავს, როგორ მტკიცებულებას მამასა და ძეს შორის. რატო? იმიტომ რომ მაშინ ეს აწუხებდა ეკლესიას. და ბასილს ამაზე შეშინიშნა მისცეს გიმნაზიაზე. ისი ბიზნეს მეტყოლოვაო დიდმა ბასილიმ. ოქროს წყარო დიოდაო მისი ბაგეებიდან. მაგრამ რომ მივიდაო სული წმინდასთანო დაიშრიტაო ეს წყარო. ვერ მიხვდა ის ვინც ამ შენიშვნას აძლევდა. ეს წყარო კი არ დაიშრიტა. შენ კონტექსტუალურად და მოისმინო რა თქვა ის და მე გააკეთო აქცენტები. ეს ეკლესიის ისტორია, ეს მისი ეგზეგეტიკის ისტორია, ეს მისი საღიასროვნების ისტორია. და წმინდა კირილე ამას აქცევს სწორედ ყურადღებას, ხოლო თვითონ წმინდა კირილე მიიღო შენიშვნა თავისი მოძღვრისაგან და მემკვიდრეობით მიიღო ისეთი ხისტი დამოკიდებულება ოქროპირისადმი, როგორც ანტიოქიური სკოლის წარმომადგენელისადმი. რომ ეს მოძღვრება მთლიან, ანუ ეს კრავი მთლიანადაა შესაძლებელი, ანუ ეს მოძღვრება მთლიანად არის მისაღები. რას ნიშნავს, რომ თუ არ შეიძლება კრავის ბოლომ თუ ვერ შეიძლება კრავის ბოლომში სხვა შეიამხანაკი და კირილე ალექსანდრიელმა საოცარ ამბობს. თუ შენ არ ყოფნის ძალები ეს კრავი მთლიანად შეჭამა, ანუ ეს მოძღვრება მთლიანად მიიღო. ანუ მიიღო ეს მოძღვრება ისე როგორც მისაღებია და ხედავ რომ აი ამას ვერ ახერხებ რა უნდა გააკეთო. სხვას უნდა შეეხმიანო. იმას აქვე სხვას უნდა შეეხიდო რომ დაგეხმაროს მის ჭამაში, ანუ რა დაგეხმაროს ამის მთლიანად მიღებაში, დაგეხმაროს ამის გაზიარებაში, ამის გააზრებაში. ამის არ უნდა შეგწყვეს. შემდგომ წმინდა კირილე ეხება რას? წარე ბალახის ჭამას. ახლა ყველა ხვდებით ასაც ნიშნავს ეს. რომ ამ ყველაფრის ისა არ ხდება სიმწარის დათმენის გარეშე. უცომოება, ანუ უფუარობა, უცომოება უნდა მეთქვა თავისთავად ცხადია, უფუარობა რის სიმბოლოა, კირილესაზე საფუარი აქედან გამომდინარე ზოგადად ეს სიმბოლო გვაქვს ეგზეგეტიკაში, რომ საფუარი არის სიმბოლო ვნებებისა. რომ აი ამ მოძღვრების მიღება ხდება ვნებებისაგან დაცლილი ადამიანის მიერ. ამ მოძღვრებას მხოლოდ ის გაიაზრებს, ის გაიზიარებს. რამე არ გამომჩეს რაღაცა. ხო. უნდა ჭამოს სწრაფად და არ მორჩეს დილამდე. და წმინდა კირილე ისეთ რამეს ამბობს, აი სრულიად მოულოდნელს. სრულიად მოულოდნელს. აი ყველაფერი შეიძლება დალოდებოდი ამ შემთხვევაში, გარდა ამისა, რასაც წმინდა კირილე იტყვის აქ. არ გადადო ნათლისღება. ეთქობა მაშინ ეკლესიას კიდე აწუხებდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც ნათლს იღებდნენ სიცოცხლის
მიმზუხრისას, ან ომში წასვლის წინ. და ეს ტრადიცია ქონდა ეკლესიას და აი წმინდა კირილე 444 წელს გარდაიცვალა, ხო? მე-4 საუკუნის ბოლო, მე-5 საუკუნის დასაწყისი აი ამ ხრის გამო კიდე აწუხებს ეკლესიას, ეს ეთყობა, გორჩანს. ანუ ძალიან საინტერესოა მეგობრებო, ეს ეკლესიის ისტორიის ნაწილია. ეკლესიას არ უდევნია. ეკლესია თავისი ცხოვრებით, ნელ-ნელა თავისი სახით დამოკიდებულებით ეკლესიიდან გადიოდა აი ის უმართებულო რამ, რაც შეიძლება თავის დროზე ეკლესიას აწუხებდა. არ გადადა ნათლისღება. რატომ? იმიტომ რომ სრულად გასაგებია ნათლისღება არის ის კარიბჭე, რომლითაც მე მივიახლები მაცხოვრებელ წიაღს, ამის გარეშე ამ წიაღში. აი ეს გახდათ აი ამ საპასექო ტრაპეზის სიმბოლოების მოკლე ისა რა ქვია, რეზიუმირებული სახით გადმოცემა და მართლა წმინდა წერილი აგრძელებს თხრობას და ამბობს რომ ესე იგი ანგელოზი ფსალმუნებში ეს არის მუსროლი ანგელოზი გაივლის ეგვიპტეში და ეგვიპტე იწყებს გლოვას და ეგვიპტეში იწყება ტირილი, რადგან არ იყო ეგვიპტელთა სახლი, სადაც პირშო არ მომკვდარიყო. ამბობენ ხოლმე რომ პირშოები მოუკვდნენ ებრაელებს, ეგვიპტელებს და არ მოუკვდნენ ისრაელიანებს. თუ წმინდა წერილის კონტექსტს დავაკვირდებით, შეიძლება სულთად ასეც არ იყოს. რატომ? იმიტომ რომ აქ წმინდა წერილში გვიწერია ასეთი რაღაცა, რომ მუსრელი ანგელოზი, ანუ პირშო არ მოუკვდება იმას, ვის თან სისხლს, ანუ ვის ამ საპასექოს უფლას აღასრულებს. თავისთავად ის უნდა იყოს წინა დაწვეთილი, ესეც მოთხოვნაა. მაგრამ ჩვენ წმინდა წერილიდან ვიცით კიდევ ძალიან საინტერესო ამბავი, რომ ისრაელი როდესაც გავა ამიწიდან, მას გაყვება ხაზგასმთვამო, წმინდა წერილში წერია, უამრავი ჭრელი ხალხი. მარტო ისრაელი არ გადის ეგვიპტიდან, მეგობრებო. არა. ისრაელიდან, ეგვიპტიდან გადის ისრაელი და მას მიყვება მრავალი უამრავი ჭრელი ხალხი. სხვადასხვა ეთნოსი, სხვადასხვა რელიგიის შეიძლება, რომელიც ნელა მოდის და ამბობს, რომ არა ისრაელის ღმერთია ყველაზე ძლიერი ღმერთი. სხვადასხვა ის შემდგომ ამ ჭრელ ხალხზე იქნება გადაგებული ისრაელი და ისინი ბუნტ შეიტანენ ისრაელიანთა წიაღში, ამას მე შევეხებით თავისთავად ცხადია. ამიტომ შესაძლებელია ვიფიქროთ, ეს ჩემი კერძო ვარაუდია, რომ თუ კი ამ ჭრელი ხალხიდან ვინმე ასევე ტარიგი დაკლა და ასე ვთქვათ მიუგდო ყურისა, როგორც ფარაონის მსახურება მიუგდეს ყური მოსეს და არ გაიყვანეს ხმები და საქონელი, ვინაიდან მოსენ თქვა, ცეცხლოვან სიტყვას მოავლენ და ღმერთი და დაუჯერეს მას, ასეთი დამჯერებისიც არ არის გამორიცხული ყოფილიყო, შესაბამისად შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ვიღაცები აი საპასექო, ეს ხოთაშორის არის ძალიან საინტერესო, ეს არის წარმართული წიაღი, სადაც უნდა მივიდეს ის ჭეშმარიტი პასექი, რომელიც მოვიდა და დაიკლა ჩვენთვის. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ მოკვდა ფარაონის ვიმშიც. შეეხო ღმერთი, ისრაელის ღმერთი, შეეხო ისრაელის ჭეშმარიტი ღმერთი, შეეხო ეგვიპტის სრულ ღმერთს. შვილი მოუკლა მას. ღმერთმა მიწაზე თავისი შვილიც ვერ დაიცვა. ისრაელის ღმერთისაგან და აღა ავტორიტეტი აქვს შერჩენილი, მას ის ეგვიპტეს დაიცავს, შვილი ვერ დაუცია. ეგვიპტეს დაიცავს როგორც პოლიტიკური ლიდერი კი არა. ეგვიპტეს დაიცავს როგორც გამჭრიახი ფინანსური მენეჯერი კი არა. არა, ეგვიპტეს დაიცავს ის როგორც ღმერთი. ამიტომაც გითხარით მე თავის დროზე, რომ ეს არ არის მარტო საშინელი, ეს არის პედაგოგიკა, საფრთხო პედაგოგიკა, რაც გადაგებს ღმერთი ეგვიპტეში. რომ ეს ღმერთი ჩემს წინაშე არაფერი არ არის. ამიტომაც უხმო ფარაონმა მოსეს და არონს და უთხრა წადით. წადით როგორც თქვენ გინდოდათ. წადით თქვენი საქონლიანად, თქვენი ცოლებიანად, ბავშვებიანად, მოხუცებულებიანად, ტლიანად წადით. და ბოლოს საოცარი სიტყვა. სიტყვა რომელიც გაუგნებას და გაოცებას იწვევს ჩვენში. წადით და მეც დამოცეთ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფარაონი პირდაპირ აღიარებს. აქამდე უნებოდა კი ევედრე თქვენ ჩემთვისაც ევედრე ილოცეთ ჩემთკი, მაგრამ აი ახლა შვილი მკვდარი ფარაონი ამბობს მეც დამოცეთ. აი ეს არის მეგობრებო ისიც დავიწყე ჩვენ საუბარი. ფარაონი უნდა აღიაროს. ის დამარცხდა როგორც ღმერთი. და ჩვენ ცოტა მოგვიანებით ეს ვისაუბრებთ ფარაონი დაინთქმება მეწამულ ზღვაში. მთელი პრობლემა ამისი გახლავთ რა. რასაც ყველა მამა აქცევს ყურადღებას ამ კონტექსტში არა, მაგრამ სხვადასხვა კონტექსტში კი. ისიც ადამიანის გონება იბინდება რა არის ეს. ეს არის ტრობა და შური.
არ აძლევს ადამიანის გონებას გასახანს არავითარ შემთხვევაში. აი ჯვარცმის კონტექსტია ძალიან საინტერესო. რომ ღმერთი უფალი დაშვება, დაცემულ ძალას მიუშვებს თავისთან. ის ვერ გაჩერდება, იმიტომ რომ შური და ბოღმა არ აჩერებს, ეს თვისებაა ამისი. საოცარი სიტყვა აქვს წმინდა იოანე ოქროკეშოვთან დაკავშირებით. ნუ აი საოცარი სიტყვა. რომ ყველა ვნებასო თუ შევხედავთ, რომ მოაქვსო ხორცისათვის რაღაცა საშვებელია. და თითქოს და ამ ვნებასო თავიდან ცოდვის ჩადენამდე ეს ვნება ამ ცოდვას ამართლებს, ვთქვათ, ხორცისთვის საშვებელი მოაქვსო. მაგრამ შენ რომელიც შურით ახარ შეპყრობილი, რით შეგიძლია გაიმართლო თავი? რა შვება მოაქვს? ხორცისთვისაც კი არ მოაქვს ამ შვება. სულსაც აზიანებს და მე ამ ბოღმისაგან ფიზიკური ჯანმრთელობა ზიანდება. რაზეა საუბარი, მეგობრებო? საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ფარაონი, რომელიც ბოლომდე გაკოტრებულია, იდეოლოგიურად გაკოტრებულია, აღიარებს ამას, გაუშვებს ისრაელს, მაგრამ ჩვენ ვიცით მე დაედევნება, რატომ ამას ცოტა მოგვიანებდა. ხდება ისრაელის გასვლა ეგვიპტიდან, მაგრამ ხდება გასვლა როგორც ის საჩქაროდ გასვლა ხდება. ერეკებია, რომც აღარ უნდადეს ისრაელს, ეგვიპტე გააგდებს ისრაელს. არ დატოვებს ისრაელს იქ. ბოდიშ გიხდით, უკაცრავად დაუპასუხო. ისმეთ. ბოდიშ გიხდით იმაზე ვარ ლექციაზე ვარ, სხვა ზარი მეკონა და იმიტომ კი პასუხი და დაგირეკავთ ლექციიდან რომ გამიგო. საქმე. როცა არ უნდადეს მაი გააგდებს ეგვიპტე. როცა უნდადეს ისრაელს ასვა. ახლა კიდევ ერთ დეტალს მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომელიც ძალიან საინტერესოა. რომელსაც აი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საეკლესიო ეგზეგეტიკა. მეგობრებო, საქმე ის არის, რომ სანამ ეს მოხდებოდა, უფალი ეუბნება მოსეს, უთხარი ისრაელიანებს, მამაკაცებს და ქალებს, ინათხო რომ თავიანთი მეზობლებისაგან ოქრო, ვერცხლი, სამოსი. ინათხოვები. და წმინდა წერილში წერია, რომ მადლი აყოვნინაო უფალმა ეგვიპტელთა თვალში ისრაელიანებს და ყველა მათხოვა. ინათხოვა რას ნიშნავს? ნუ აიღე უნდა მისცე, ხო? ზას ნათხოვა. მაგრამ არა, მე ეს ბიბლიაში თხრობა სხვანაირად გრძელდება. გაძარცვაო ისრაელმა ეგვიპტე. ვინაიდან არც ერთი არ თხოვლობს ამას, იმიტომ რომ დააბრუნოს. თხოვლობს რომ წაიღოს. გაძარცვაო ისრაელმა ეგვიპტე. ამას ძალიან ბევრი მამა აქცევს საეკლესიო ეგზეგეტიკაში ამას აქცევენ ყურადღებას. ძირითადი კონტექსტი რა არის, მეგობრებო? ძირითადი კონტექსტი რა არის? აი, გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს საოცარ სიტყვებს. სხვანი იტყვიანო, თუმცა სულიერი აზრით შეიძლება ეს ჩემი ისიც იყოსო, რა ქვია. სულიერი თვალსაზრისით ჩემი აზრიც იყოსო. და კლასიკური მას ამბობს, მიდგომას ამბობს, რომელიც სხვა მამებთან თანაც აქვს ეს, რომ ისრაელი ეგვიპტეში როგორ არის მოხვედრილი? ეგვიპტემ დაპატიჟა. ჩამოდიო აქ იცხოვრო და ჩამოსულია სტუმრად. ის უნდა წავიდეს. ეგვიპტემ ისრაელი დაიმონა და გაკეთებინებდა სამუშაოებს, რომლის წილ სათანადო გასამჯელოს არ აწევდა. და ამიტომაც აი მამების ხედვა აი გრიგოლ ღვთისმეტყველი ამატებს კიდევაც. ამ წლების წილ მისაცემი გასამჯელო ღმერთმა ძალით მიაცემინა ეგვიპტელებს ისრაელიანებისთვისო და გრიგოლ ღვთისმეტყველი ამატებს არა მხოლოდ საპირწონე, არამედ უფრო მეტიც კი ეკუთვნოდათ ისრაელიანებს იმათგანო, რა ქვია, ეგვიპტელებისგან. ანუ ეს გაძარცვა არის ეგვიპტელებისათვის, რომელმაც ვითომ ათხოვეს და უნდა დაუბრუნდეს, თორე ისრაელიანთა ნაწილისათვის მამები ასე ხედავენ. ეს არის დაცვალგება, საზღაური, რომელიც მიაქვს ისრაელს თავის წილ. და აი ამ კონტექსტში იხსენიება სახარებისეული იგავი მაცხოვრისა. რომელი იგავია ეს იგავი? გახსოვთ მაცხოვარი ამბობს ასეთ იგავს. უსამართლო მსახურის შესახებ. და ამბობს შემდგომ, ესე იგი ეს უსამართლო მით მოიგეთო მეგობრები. რომელი ეს უსამართლო ისა, რომ ცუდი რამეები მისმისო შენზეო, თავის მსახურს ეთქოს ბატონი და აბა ჩამობარეო ანგარიში. და რას იზავს ეს ისა? ეს ჭკვიანი ისა, უსამართლო მსახური. დაიბარებს, ვინც მოვალეები ყავდა ამ ბატონს, თამაშობს დაუდევს და ეუბნება, რომ შენ ამდენი ქონდაო, ხო? 100 ფუთი მის ქონდაო, ხო? დაწერე 80 ქონდაო, თუმცა 20 რაპატიებს.
ჭკვიანურად მოიქცაო და მეგობრები შეიძინა და ეს მაგალითად მოყავს ლუკას ახარებაში იმას რა ქვია მაცხოვარს ეს მაგალითად მოყავს ასეთი მსახური რომელიც ჭკვიანურად მოიქცა რა არის აქ კარგი რა არის აქ სამაგალითო მივიღოთ ეს პირდაპირ არაფერი თქვა კონტექსტუალურად არ გავიგოთ ეს ყველაფერი მეგობრებო საქმე ის გახლავთ რომ როდესაც საეგზეკუტივო ლიტერატურაში ჩავხედავთ და აი ამ იგავთან ასე ვთქვათ პარალელს ვნახავთ მამებისას აი ეს უსამართლო ქონებით მოგებული მეგობრები რომელსაც მაგალითად ვისახავს მაცხოვარი ძალიან საინტერესო არის დანახული წმინდა მამათა ეგზეგეტიკაში ძალიან ბევრი ამბობს ასეთ რამეს რომ ეს სიმდიდრე ეს უსამართლო სიმდიდრე არის და ისაც მოგეცა შეღმერთისაგან და არ გეკუთვნოდა მაგრამ წყალობით მოგცა შეღმერთი და შენ გევალება ეს რომელიც არ მოიმუშაკე სამართლიანი ის რა არის რომელსაც იშრომებ და შემოვაშენში ხო შემოვაშენი ქონება გაიზრდება სამართლიანი მაგრამ ის რომელსაც არ გიშრომია მაგალითად ასეთი უსამართლო შემოსავალი ქონდა ადამიანს ადამ არაფერი გააკეთა იმისათვის რომ სამოთხი ქონოდა ყოველგვარი ღვაწლის და ყოველგვარი დამსახურების გარეშე ხდება ადამიანის სამოთხეში ხო აი როდესაც ღმერთი გაძლევს თავის წყალობას შენ ეს წყალობა უნდა გამოიყენო არა იმისათვის რომ შენი ფუფუნებაზე შენ იმას მიხედო არამედ ღმერთი ამით გაძლევს საშუალებას რომ ისევ მას ემსახურო ისე რომ აი ამით მეგობრებს გაიმრავლებ ანუ შენ ამით იმას ისავ წყალობას გასცემ და სხვას მიუხედავს ადატო აი ძირითადად ასეთი კონტექსტუალური ხედვაა რომ შენ გაქვს აი ეს უსამართლო მსახური რა არის რომ აი ძარცვა რა არის რომ ღმერთმა მოგცა რაღაცა ისეთი რაც გეკუთვნოდა ან და მოგცა ისეთი რაც არ გეკუთვნოდა მაგრამ მის სადიდებლად უნდა დახარჯო მისთვის უნდა დახარჯო შესაბამისად აი ეს ყველაფერი ძარცვა ეგვიპტისა გაგებულია ამ ორ კონტექსტში ერთი რომ რაც ეკუთვნოდათ ის მიიღეს ის დაუბრუნა ღმერთმა და მეორე რადგან საჩუქარი იყო და ამ საჩუქრის ასე ვთქვათ წმინდა წერილისეული ბართებული გააზრება რომ მივიღოთ გადატანილია აქცენტი ამ იგავზე სახარებულისეული იგავზე და ეს უსამართლო ესე ასე ვთქვათ ამ მსახურის აი ესეთი მაგალითი გაგებულია როგორც ის წყალობა რომელსაც შენ არ იმსახურებდი მაგრამ მოცემულია და ამ ყველაფრით შენი ის უნდა იმას საქმე რა ქვია გაიმრავლო შენი ეს მეგობრები თუმცა ერთ-ერთი მამა ამბობს ანოქროპირია ან გრიგოლ ღვთისმეტყველია რომელი ერთია დამავიწყდა ბოდიშგეფი ამბობს ასეთ რაღაცასაც კი მეგობარი არ არის რომელიც მოგცემს ცათასასუფეველს არამედ წყალობა რომელიც აღმოუჩინე მას წყალობით შედიხარ შენ ცათასასუფეველში გრიგოლ ღვთისმეტყველი უნდა იყოს რა წყალობით შედიხარ შენ ცათასასუფეველში და არა იმით რომ მეგობარი ყავს მეგობარი ამას ვერ გაცნობს მეგობარი პროდუქტია შედეგი ისრაელის გასვლა ხდება ნისანის 10 რიცხვში მაპატიეთ ბოდიშგეფთით 15 რიცხვში ანუ 14 რო დასრულდა პასექი აღსრულდა და ესე იგი გამთენიისას ხდება გასვლა საჩხაროდ 600,000 მარტო ბრძოლის უნარიანი მამაკაცი გადის 600,000 მარტო ბრძოლის უნარიანი მამაკაცი გადის არსებობს სოციალური დათვლა ასეთი ფორმულები ანუ რა მასა უნდა იყოს ის მასა რომელსაც შეუძლია 600,000-იანი მეომრის გამოყვანა 2-დან 3 მილიონამდე ანუ დედაკაცები, ბავშვები, მოხუცები, ინვალიდები 2-დან 3 მილიონამდე რომელსაც შეუძლია 600,000-იანი არმიის გამოყვანა ამას მიყვება ჭრელი ხალხი უამრავი წმინდა წერილში წერილი გურიცხი ცხვარძროხა და საქონელი გაყოთ ანუ ხდება გასვლა ხდება ამ მონობიდან გამოსვლა ჩვენ ვნახავთ რომ მონობიდან გასვლა ხდება არა მაშინ როდესაც ისინი ეგვიპტიდან გადიან ანუ მონობიდან გასვლა ხდება მაშინ როდესაც ისინი თაობათა განმავლობაში მენტალურად ტოვებენ ეგვიპტეს ახლა ფიზიკურად გადიან აქედან თორემ მათში ეგვიპტე კვლავ აგრძელებს ცხოვრებას ეხლა ლექცია რო აღარ გამიგრძელდეს თუ გინდათ გავალწოთ მაგრამ სვენერდიც იყოს ისა და ისა ამიტომ რაღაცა გეგმავდი დღეს რომ მას მეწამულისთვის გადაკვეთამდე მივიდოდეთ მაგრამ არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს შემდეგ კვირას გავაკეთოთ ეს ყველაფერი ახლა ამით ამოვწუროთ რომ ისრაელი გადის ხო ერთი დამავიწყდა მაპატიეთ ეს უნდა ვიტყოდ ეს ნეული არ იპოვებოდა ისრაელთან შორის ეს თათქამია მაგრამ საინტერესო რა არის იცით ყველა წინადასვენია აი ყველა არის წინადასვენია ბატონო არა ისრაელი მაგრამ ჭრელზე თუ ვიტყვით ხება აი თუ მაინც გავაკეთებთ აქცენტს რომ ისინი შეუერთდნენ და რჯულს გადავხედავთ ხო წინადაცვეთას მიიღებდნენ აუცილებლად
უიმისოთ ისინი ამ ხალხში ვერ გაგწევდნენ, გამორიცხულიყო. შემდგომ უნდა წინა დაეჭვათ აუცილებლად, მაგრამ ანუ მე რას ვამბობ, ეგვიპტეში იყვნენ თუ არა ეჭრელები წინადაცვეთელები, ეგ არ ვიცი. მაგრამ შემდგომ წინადაცვეთელები უნდა გავხდარიყო ეს ცალსახა. და ერთი დეტალი კიდე ისე ხო, აი რაღაცა ხო, მეგობრებო, რითი გათიან ესენი ეგვიპტიდან. რითი გათიან ეგვიპტიდან. რა უნდა ახსოვთ, აი, რო იწყებთ ჯულის კითხვას. პირველივე სიტყვები რა შეხვდებათ. ახლა პირველი წინადადებაში არ წერია, მაგრამ ან პირველ ამოსუნთქვაში წერია, რომელსაც მოსე უკვე ან კანონების იმას აი წესების ჩაწერას იწყებს. ერთი წესი გქონდეთ, შენც და თქმურსაც, რომელიც შენთან არის მოსული. ერთი წესი გქონდეთ. ანუ შენო აბრაამის ჩამომავალი ხარ. არანაირი უპირატესობა არ გაქვს. ის ვიღაცა უცხოთო მოვიდა და წინა დაიწვითა და ჩემი ღმერთობა აღიარა. ის ზუსტად ისეთივე დიადია ჩემ წინაშე როგორც აბრაამი ჩამომავალ. ერთი წესი გქონდეთ. მთელი ტრაგედია ძველი აღთქმის ეკლესიისა, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური ნაწილისა, იქნება სწორედ ეს. პირველად აი ამას დაივიწყებენ სწორედ. გაუჩნდებათ ნაციონალური ექსკლუზივიზმის შეგრძნება და გადაეზრდებათ ეს ყველაფერი პოლიტიკურ მესიანიზმში. ეს არის ის საშიშროება, ასაშიშროებას ნებისმიერ ერთს აქვს წინ დაყენებული. ამიტომ ვსვამ. ანუ ბოლოდ დავაწყოთ. ანუ ტრელად ვინც წინა დაიწვიებიან ან ეგვიპტეშივე ან დაბნოში, ღმერთის ნების სამეფო ხდებიან ისრაელის. ძველი აღთქმის ეკლესიის აუცილებლად. და ეს გართულება იუდაიზმში შესვლისა არა აბრაამის მოდგმის წარმომადგენლების ეს არის უკვე ამათი თვითნებობა, რომელიც იწყება სად და როდის? რომელიც სავარაუდოდ უკვე ინსტიტუციონალურად იწყება სოლომონის პერიოდში. სოლომონამდე ეს არ ხდება, უდაბნოში ეს არ ხდება. არა, უდაბნოში არ ხდება. შეიძლება სოლომონამდე ხდება, მაგრამ სოლომონთან როგორ არის ჩვენ ნახავთ რომ შევეხება სოლომონთან როგორ არის აი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ვიღაცა შეიძლება პირადი ის ქონება. იქ უკვე აი სახელმწიფოები. კაი, კრავე არის წინასახე მაცხოვრის ყველა ეგზეგეტთან. რომელიმე ეგზეგეტთან უმანკოდ მოკლული ფილმში ფარაონის არის წინასახე მაცხოვრის. ნამდვილად არ შევხვდრია ლევან ნამდვილად. არა, საუბარი არის იმაზე, რომ ამხმება რა დააშავეს. არის ამაზე საუბარი და როგორც წესი ეს პასუხი არის საფრთხო ყოველსობრობაში გადაცემული. და ასე ვთქვათ, ის ნაწილი რაც შეგიკითხე ნამდვილად არის. გამგვიმართა თუ შეიძლება რას პასუხობს ეგრეგეთი გამომხმარება გადაას. ხო, აი ამას არის ძალიან ისეთი საფრთხო ყოველსოდნეობას, ყოველსხედველობას და მის სამართლიანობას მიაწენენ, აქედან გამოდიან. აი გამომწურავი პასუხი როგორც ესეთი არ აგვაქვს, ვერ აგვაქვს. მაგრამ არის ასეთი დამოკიდებულება, თუ ავსწრები გრიგოლ მოსელთან არის ეს, რომ ესე იგი მთელი ეგვიპტე რო ისჯება ამ კონტექსტში გადაყავს საუბარი. აი მაინც და მაინც აი როგორ საუბრობს ისი რა დააშავა ყრმამ, რომელსაც ბუნებისათვის მხოლოდ პირველ შობილის ტირილის ღალა აქვს გადახდილი, გადასახადი აქვს გადახდილი და მეტი არც ვერაფერ ვერ მოასწრო. ამ კითხვასაც აი რომელი ტერმინი შემოაქვს, იცი, ნაცვალგება და სიტყვისგება. და სიტყვისგებაო ნაცვალგება არა, მაპატიე სიტყვისგება შემოაქვს ტერმინი და ამოს სიტყვისგებაო იწყება მაშინ, როდესაც მისაგებელია რამისათვისო და მას სიტყვის თქმაც კი არ აქვს დაცდილიო და რას უნდა მიაგონო. და ეს შეიძლება გრძელდება მე რასაც ანასტასია სინელი იტყვის თქვათ, რომ საფრთხონების ჩხრეკვა არ არის კარგი. და ეს არის მიღებული, ანუ ეს გააკეთა ღმერთმა, რომელიც არის სიყვარული და ყოველდღე სამართლიანი. აი, მე პარალელი შეგვიძლია ეგზეგეტიკაში მომნახოთ 14000 ბეთლემოსთან. არ შემხვედრია ლევან, თუმცა ისტორიულად ძალიან გავს, არც ამ ხმებს დაუშავებია და არც იმ ხმებს დაუშავებია, თუმცა ის ხმები მაინც იხოცებიან მესიის გამო. და ამ ხმების დახოცვა ეს არის ეგვიპტელთა აზრზე მოსაყვანად. ასე ვთქვათ, ეგვიპტელი ღმერთის სიჯი უფრო სჯის ამ ხმებს
და იქ ბეთლემელი ყბები გდებიან მესიის. ალბათ ცენტრალურ საკითხი რას ფიქრობთ ეს მომწარწმუნო მათ შემდგომზე გადაცვალების ხოლო ეხლა ეს არის ის საკითხი რომელიც აბა სავარაუდოდ თემა ის რომ მათი ლექციაში ვახსენეთ როდესაც ვინცოდა ის მომშობელმა თუ მანო მათ უკვე კი გვანშობილთან დაკავშირებული არც ერთი შემთხვევაში უკისნება და მას ისე კი იმიტომ რომ ღმერთი იდიდებოდეს მის მიერ ღმერთმა იცის აი ვერ გეტყვით ანუ ასე ხაზგასმული ერთი ვიცით რომ მისი ნებით ხდება ეს ყველაფერი მისი თაშვებით ხდება ეს ყველაფერი სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ის რომ საბოლოო ხვედრი ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ვიყოთ ერთადერთობაში ეს ვიცით ნამდვილად ვიცით ამისი გადასხვაფერება გადაკეთება არაფერთ არ შეიძლება არაფერი ადამიანებმა კი არ მოიფიქრეს თვითონ ღმერთმა თუ მეორედ არ იშვები ვერ შეხვავს სასופველს თუ ჩემს სიზ და ხორცს არ შეჭამ ვერ შეხვავს სასופველს ეს ვიღაცა ჭკვიანმა კაცმა კი არ ითქვა თვითონ ღმერთმა მითხრა ეს ნებისმიერ ამის კოლექტივებას ვერ მოახსენ მაგრამ მე არ მაქვს უფლება სიტყვაზე თქვა ეს ჭყალებში ძალიან ახლა ვინმე თუ არ დამიჭირა კიდევ ეს ისე ღმერთის წინაშე წავდგე და ვთქვა რომ შენ ეს არ გითქვია აქ ესენი სასופველში ადუკავს პირიქით მე როგორც ქრისტიანს ძალიან უნდა ვახარებდეს რომ ყველა ერთობით ადიდებდეს და მოუკლებელ სიხარულში იყვნენ თავის დავაცხადე მაგრამ მე მაქვს სწავლება ასეთი თვითონ ღმერთისაგან ამის გარეშე სასופველი ვერ იქნება ამაზე ამის განსხვავებას ვერ სტიქიაში რომ შეიყო მიწისძვრიდან დაწყებული ჩონდომში ყველგან ხო და მაქვს ლევან ახლა ჩემი პირადი ის არის ეს არ არის ასწავლებით და ჩემი პირადი ის არის ხა მე თუ მეწოდება ხმას არის ცოტა მე თუ მიყვარს ჩემ მე ვიპარ ხო მიყვარს ეს საკითხი სხვათა შორის გრიგოლ ნოსელი ერთ ასეთ რამეს ამბობს ამ კონტექსტში ჭეშმარიტი მომავალი არის არა ის რასაც გეგმავ არამედ ის რაც მოხდება ანუ ღმერთმა რა წინ და წინ იცის აი ნამდვილი მომავალი არის ის ახლობით პასუხს ჩავთვალოთ აი ეს პასაჟი როდესაც საუბარია საგონამდელ ამბავზე როდესაც განმარტავს ერთდროულად თანაცხოვრები დედამიწაზე ადამიანი ღვთისმშობელი და გუმბერაზე მივიდა იქვე არის განმარტებული რომ ადამიანები ღვთისმშობლები შედიოდნენ ადამიან ასულებთან და იქვე არის რომ ინან აღმერთვა ადამიანის გაჩენა ანუ იქვე განისაზღვრა ადამიანის ესე თქვა თოობა იქვე განისაზღვრა მისი დიდი წოდა მისი დიდი ვალი ქრისტიანაში და შემდგომ მოყვება ამას სწავლა ხოლო შემდგომ ამის განმარტება ვის რა რატომ ის უმანკოვინარი და უმანკოვი მე არის ესე თქვა ნიველირება ღვთისმშობლებისა და ადამიანის თანაცხოვრება და შემდგომი ესე თქვა 1000-წლოვანი ცხოვრების მერე იქნებ მივიახლოთ ესე თქვა ну გადავდივართ მე ისე ნოეს კონტექსტში ამბავი ხდება შემდგომ ისე როგორც აღმოსავლეთს მოხდა ისე როგორც მოხდება მეორე მოსვლა ანუ აქ ძიება ანუ საშუალება ეძლევა ადამიანს გამოასწოროს ასე თქვა თავისი წოდვები ხო ანუ არ უმშელია ეკლესიას ამასთან დაკავშირებით ანუ არ განამიჯება ეს ამბავი იქვე არის ჩატოლებული როგორც დიდი გავლენა შემდგომისათვის რაც კი ანუ არ უმშელია ეკლესიაში ეკლესიას არ ჩაუთვლია საჭირო ამის შესახებ სწავლება გადმოეცა რაღაც დაფარული წოდნის მაგვარია ხო გვაქვს რაღაც ცოტა დაფარული წოდნის არა ეს რაღაცა საღვთო ზრახვის და მანიცის ხოლოდ მანუწყეს ეს ზრახვა არის დიდი საზრახვის ანგელოზი ხო ნუ აი გვაქვს ეს მინიშნებება ხო თქვა და დაანჭმა რას გადაწყვეტს უფალი მე ვიცი რომ ამ ესრაფემ საროფელი ამბობდა მე ვიცი რომ თუ ამას არ გავაკეთებ აღწევდი არ ეხება იმას და არც უნდა შეეხო იმას არ არის ეს საკითხი მე მქონდა კითხვა თუ შეიძლება გააცნო ეგვიპტის ისრაელთან როგორი კონტექსტი იყო იქ რომ მათ ითხოვეს და მე არა ითხოვეს მე იმიტომ ამ ითხოვეში რატომ უნდა მიეცადო და წმინდა წერილიდან მამის მოყავსორეთ ეს კონტექსტი რომ მადლი აპოვნინა უფალმა ეგვიპტელების თვალში ისრაელიანებს და მისცეს ეგვიპტელებსაც იგივე დანაშაულია თავის დროს ჩადებული აი ეგვიპტელების დანაშაულზე უკვე ასეთი რაღაცა ეგზეგეტიკაში ნათქვამი ნახეთ მოტანილია შედარებულია ერთმანეთთან რა მომენტი იცით
როდესაც ამ ხალხს უნდა ერეკება ისრაელს ეგვიპტიდან, მაგრამ როდესაც უნდა პირიქით ფარაონს თანაუგრძნობს და ისრაელის დამონებაში იღებს მონაწილეობას. რა მომენტია მოყვანილი ვიცით შესაძლებლად ეგზეგეტიკაში? საულის ამბავია მოტანილი ჩვენ ამას მერე შევეხებთ და საულის ბრძანებით იონათანი უნდა მოიკლას, ხალხი დაიცავს და საულის ბრძანებით მღვდლები უნდა მოიკლას და ხალხი მღვდლებს არ დაიცავს. ანუ იქ უნდა ჭირდებოდა და იონათანი დაიცვეს, აქ მღვდლები არ ჭირდებოდა და არ დაიცვეს. შესაბამისად, ხო, აი ეს პარალელია მოყვანილი, რომ თანამონაწილენი არიან ყველაფერი იმისა, რასაც ბრძანების სახით აფორმებს ფარაონი. კი. სოლის ებჯამში. კი. ეს ნამდვილად გვაქვს ეგზეგეტიკაში, ნამდვილად. ანუ ეს მანამდე ერთი წესი ქონდეს შენსთან, მოსეს ეს პრობლემა კანონი ჯერ ჯორჯული არ არსებობს საერთოდ. ერთი წლის რომ იყოს პრავი რას. სრულყოფილების ის ანუ სისრულისა და უბიწვების ერთი წელი სრულყოფილებას ნიშნავს და საღირო. მანდ კიდე როგორ არის იცით, ახლა ამაზე ყურადღება აღარ მიქცევია. პრაქტიკული თვალსაზრისით რა იყო ეს მეათე დღეს რომ გამოიშებდნენ და მე-14 ანუ 5 დღე რო იმას უნდა დაკვირდებოდნენ ამას. ან სინგლი არ წამოსვლო და წვარს ან და კოჭლობა არ დაეწყვან, არ დავარდნილიყო, ანუ ის საღი მართლა რო საღი იყო, ეს 5 დღეს უნდა ეჩვენებინა ის მართლა საღი იყო. და ეს თვალს რა ქვია ქართულ ენაში? მინდვრის ყრდელი. ემა კითხვა პირველი კითხვა მაქვს აი იმ შეხედულებასთან დაკავშირებით აი მაგალითად რა დააშავეს აი ბავშვებმა რომელიც აი ხო ანუ ესე საკითხი დასმა ცოტა გოგებარი ხო არ არის იმ ვერსიაში სოფლიოს სამყაროს აღქმის სადაც მიღმიე ამ ქვეყნის იქით ცხოვრება არსებობს მაგალითად ახლა თუ ამ ქვეყნის იქით ცხოვრება არსებობს და მოკლი რატო ცოდო რატო ეგრე რატო დგება საკითხი საერთოდ ანუ რას ქვია მე აი წარმოვიდგინეთ ხო ვიღაცას ძინავს ხედავს სიზმარს და არ იცის ცხადიცო არსებობს და რო გააღვიძო ანუ მანდ რატო ისმის კითხვა ესე რომ ცოდო იმიტომ ის ზრდება შეუულებრივად იმის იქით რა არ ვიცით მაგრამ შოთა იმიტომ ცოდო არის მარტო იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს იმის ხო და ამ კონტექსტში ისმის ეს კითხვა ამ კონტექსტში იწვის ეს კითხვა სინამდვილეში რა დააშავა ამ ბავშვი რა დააშავა ამ ბავშვი მშობელმა ესე უნდა დასვეს კი მაგრამ ის თვითონ ის სიკვდილის სასჯელი რანაირად გამოდის თუ ცხოვრება ეგ დაახლოებით იგივე რაღაცა გამოდის ვიღაცას ეძინოს სიზმარს ხედავდეს არ იცოდეს ხარგი ვარსებობს და უბრალოდ გაამოდის ხო თავისთავად ხედავ ანუ საერთოდ არალოგიკურია აი მაგალითად ჩვენ სამართლობაზე ლაპარაკი ზრდება ცხოვრება ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ რატო ვერ შევიდა მოსე ახუნმიწაზე და არის ნაწილი რომელიც ამბობს რომ ღმერთმა მოსე დასაჯა აი მოსე რო დაჟილის ეგო დაჟილი მე რა რაში დასაჯა თაბორის თაზე ელიასთან ერთად ეძრახება მოცხოვარს და ცალასას უფლებელში და დამანაკეთეთ დაჟილი მოსე ეს ვაფშე ახმოსი მაგალითად სინამდვილე ჩამოდის აი ისო მინდოდა დღეს მისულიყავი მაგასთან და ვერ მივედი გვექნება შემდეგ იმაზე რომ სინამდვილე ჩამოდის იქ რო ურჩევს ის გენიალური ადგილია აი ხო ეს სიმამრეშია წარმართებში არა მოს ეგრევე ინსტიტუტების დაარსებას იწყებს სოციალურ მენეჯმენტს ასწავლის ფუნქციებად კი ეგ არის ზუსტად კი ეგ არის შანს რო სულიერი ესე თქვა მოძღვრის როლიც გაბო შემდეგ შეხვედრად უნდა ვისაუბროთ მაგაზე აუცილებლად მეორე კითხვა მაქვს ჩანართთან დაკავშირებით აი არსებობს ვერსია როგორც რომ ჩანართები არის ძველ აღთქმაში ეს შეიძლება აქედან გამომდინარე თუ ეს ვერსია არსებობს მე მომისმენია რუსეთის მეტყველი ოსიპოვის შეფასება რომ ძველ აღთქმაში ტექსტს როცა ვკითხულობთ ეს არ უნდა დავიგოთ როგორც პირდაპირი ზუსტი მოცემულობა იმისა რაც მოხდა ხალხის მიერ აღქმული მათ შორის მოსეს მიერ აღქმული იქაური მოვლენების გადამოცემა რომელიც შეიძლება ზუსტი არ იყოს მაგალითად 600,000 არ ყოფილიყო ის ხალხი მის გავიდა და ასე შემდეგ ანუ თუ ჩანართები არსებობს შეიძლება მთელი ეს ტექსტი ზოგადად გაიგებოდეს როგორც არა ზუსტი გადმოცემა ყველა მომენტის მაგალითად იმ მონაკვეთში სადაც ფარაონს გული გაუქვავდა და ასე შემდეგ ეგ იყოს
შეფასება მთხრობელის არა ის რაც მართლა ასე მოხდა რომ ღმერთმა გაუქვა ფარაონს შეიძლება მთხრობელმა ასე აღიქვა ეს მოვლენა ასე შეიძლება გაუქვა გასაგებია ცოტა მაგ ხედვაში დევს ძალიან დიდი საშიშროება კიდე ოსიპოვის იყოს და კიდე არ მაინტერესებს ვის იყოს იზრდება დაბალულია ძალიან დიდი საშიშროება იმისა რომ წმინდა წერილს არ ქონდეს ის გაგება რა გაგებაც ეკლესიას ქონდა მასთან დაკავშირებით ასე არ წერებოდა წმინდა წერილი ეს ტყუილია ეს არის ოსიპოვის განცდების ის რა ქვია აფიშირება და მეტი არაფერი просто იმანას ერთ-ერთ ხალხს გვარს არ ვასახელებ მაგ იმით მიდგომით სადამდე მივიდა იცი პირდაპირ თქვა რომ არ მინდა ხაგვარის დასახელება რომ მაცხოვრის სიტყვები არ არის დოგმატური მნიშვნელობის ეს არის უბრალოდ პედაგოგიური და გვასწავლა რაღაცა თორე ყველაფერი ასე კი არ უნდა მივიღოთ მაგრამ ეს ოსიპოვი უშუალოდ ძველ არა მანდ მოვდივარ უბრალოდ რა თქმა უნდა ის იწყებს ამასაც დაკავშირებით რომ ახარებლებმა ეს დაწერეს ანუ რაღაცეები რა გაიხსენეს მე მოციქული მოუწყო კი ესე იყო თუ ეს ასე იყო დაამოსვეს ხო კაი ესე იყო ანუ ნელ-ნელა ეს ხედვა შოთა ნელ-ნელა ეს ხედვა ერეკება ცნობიერებიდან იმას რომ ბიბლიის ავტორი არის სულიწმინდა ეს არ ნიშნავს იმას რომ მოსი არის მედიუმი არავინ გაბედოს ამის თქმა რომ რომელიმე წინასწარმეტყველი რომელიმე ავტორი მედიუმია და ნების გარეშე რაღაცა შთაგონებელი მოდიდეს ავტომატურად ატარებს ამას გამორიცხულია ეს არის უკიდურესი ისა რა ქვია როგორ აი ისლამში არის ეს კი ისლამში ეს მოგ რომ იქ ალაჰიდან მოდის და მუჰამედს გამოაქვს უბრალოდ გამტარია რა ქრისტიანობისთვის ეს არის უდიდესი ბოდვა მოსე საკუთარი ინტელექტის პროდუქტს გვაძლევს ამ წიგნებით მაგრამ სულიწმინდა მას იცავს შეცდომებისგან და ეს არის ეკლესიამ რაც მიიღო გესმის ანუ მოსე როდესაც წერს რომ გული გაუსასტიკდა ფარაონს ეს მოსეს ემოცია კი არ არის ეს მოსეს ხედვა სულიწმინდაში ანუ ეს არის ის ასაც ღმერთი აწერინებს მოსეს მოსე ამ შემთხვევაში აზროვნებს ისე რითაც მოწმდება სულიწმინდის რა ქვია საუბარი ეკლესიასთან ამიტომ ეს ხედვა კიდე ერთხელ კი შენ მეუბნე ხო ეს მარტო ძველ ახმასია ხო როგორ გითხრა დრიტა იმისა საიდანაც ამოიზრდება შემდგომ წმინდა წერილის ხედვა როგორც რაღაცა ძალიან მაგარი ტიპების საავტორო უფლებით წარმოდგენილი წიგნები ამას განმარტავს თუ როგორ იწერება სულიწმინდით როგორც ლένე როგორ აღნიშნულ როგორ თვლიან აუ პირდაპირ მექანიზმი სულიწმინდით ვინ განმარტავს პეტრე განმარტავს პეტრე რომელი პეტრეზე ხო თუ როგორ იწერებოდა სულიწმინდით აუცილებლად ბანამ თან მაგთელი ის იყო აქ უბრალოდ აქცენტი რაზე გაკეთდა იცი თქვათ არა თქვათ თქვენი აქცენტია აქედან მინდა გამოვიდე რომ არა გადაწერაზე თქვათ თუ აქ ჩანართი იყო ნახსენები ანამეთ ავტორობაზე და ავტორობა სწორედ ეს არის სულიწმინდის თვითონ მეთოდი გამორიცხავს ყველა იმ ჩანართს რომელიც ხო აი უბრალოდ ჩანართში გავიგულისხმე იცი და ეს ვფიქრობ ცოტა გასაგებად შესაძლებელია იყო კიდევაც ნათქვამი რომ აი სიტყვაზე ვთქვათ ხო მოსე ვერ დაწერდა იმას რომ მოსე გარდაიცვალა ჩამოვიდა ისუნავეზე და ისუნავეზე ეუბნებიან მოსეს სად არის საძებრეთო ამას ვერ დაწერდა მოსე ვერანაირად ვერ დაწერდა ამას მოსე ისუნავეზე თუ დაწერა ხო შეიძლება იმ დალოსოს თავისი წიგნი ქონდა და თავისი წიგნში გადაეტანა ეს ყველაფერი მაგრამ აქვე წერს ანუ ეს ჩანართი იმას კი არ ნიშნავს სიტყვაზე ვთქვათ რომ ისუნავეზე შეეხო მოსეს იმას არა უბრალოდ რაღაცა უფრო განმარტებითად გადმოსა უფრო აი ასე გაგვაგებინა ამ ნიშნით თუ ამ ჩანართს ასე მიუდგებით ხო სეპტუაგინტა ჩანართების მთელი კრებულია მასალეტური ტექსტისა აი მთელი კრებულია ამ ჩანართების მაშინ ამას რა ვუყოთ სეპტუაგინტა რომელიც მიღებული აქვს ეკლესიას სარწმუნო ტექსტად რომელზე დაყრდნობითად ის დოგმატურ მოძღვრებას იძლევა ანუ ესეც კონტექსტუალურადაა დასანახი ესეც არა სიჯიუტით არამედ ამ კონტექსტუალურადაა დასანახი და ეს ოსიპოვის ისა შემოშოთა ხო ეს არის პირადი ემოციები კერძო ემოციები რომელიც ამ კაცს აწუხებს რომელიც პანდემიის დროს ეს წუხილი კიდევ უფრო დიდი იმით რა ქვია იმით გამოხატა
რაც აწუხებს და კარგად დავინახეთ და შესაბამისად ვერანაირად მე აი ამ იმას ვერ ავყვები, ნედან დევს მე აქ საშიშროება იმის რომ ბოლოს თქვათ რომ ბიბლიის ავტორი სულიწმინდა არ არის. ისე თუმცა კირილ საზაგლიშვილი თავის წერილში წერს იმის შესახებ ვინა? კირილ საზაგლიშვილი. ხო. იმის შესახებ რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა ებრაელების მიერ ასე ვთქვათ ხელოვნურად გადაკეთებული იმისათვის რომ ესე ვთქვათ ხელოვნურად მათი სიდიადება რჩეულობა და ასე შემდეგ ეს გამძაფრებული იყო და ის ადგილები სადაც თუ რამე ხდება ეს სწორედაც რომ სულიწმინდის მექანიზმი შეუძლია ეს კაპიტალის ყველაფერი და ასე ვთქვათ მაინც შეუგალავო წარმოჩინდეს დღეს. იმაზე რა ქვია ორი ებრაელი საუბრობს ერთმანეთთან და ერთი ებრაელი უნება მეორეს. წარმოგიდგენი არა კარგები უყოფილობთ რომ აი კითხვა რა კარგები უყოფილობთ. გამოგიდი მოსეს მაღლოვანი 80 წლის ასოცა ჩამოდის ეგვიპტეში და ფიქრობენ ასე ახლა ზუსტად 79-ის იყო 90. გამოსვლამდე რამდენი პერიოდი მიდიოდა ეს ეგვიპტის დაჟის პერიოდი? ანუ 80 წლის არის რომ გამოდის დამავიწყდა 80 წლის არის რომ გამოდის მოსე რო ჩამოდის მოსე ეგვიპტეში, მაგრამ ამდენი წლის არის მოსე როცა გამოდის ეგვიპტიდან ეს არ ვიცი. თუმცა ვიცით რომ 430 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ისრაელი ეგვიპტეში. 430 ზოგი ამას თვლის აბრაამთან მიცემული გამოცხადებიდან, ზოგი თვლის იაკობის ჩამოსვლიდან, ზოგი როგორ თუ ზოგი, იმიტომ რომ აბრაამთან მიცემული გამოცხადების თანახმად უნდა იყოს 400 წელი და არა 430. მაგრამ აი ეს იგივე ჩანართების თემას უნდა დავუბრუნდეთ, ხო? მოსეს აქ თავისუფლად შეუძლია დაწეროს 400 წელი. და არა 30. სულ თავისუფლად შეუძლია. მაგრამ წეს არა 430. ჩანართები და ესეთი კითხვა გამოჩნდა ესეთი რომ შესაძლოა იგივე მოსე წერს და ჩვენ აღვქვათ თქვათ ჩანართად, მაგრამ რადგან სულიწმიდით იწერება ეს ყველაფერი იგივე პირობებში რაღაც წინასწარმეტყველება, თუმცა შესაძლებელია. ის მერეც შეიძლება არ ჭირდება კონტექსტში, მაგრამ ის სიკვდილის მერე ფაქტსაც სულიწმიდით ის ასახავს. შესაძლებელია, მაგრამ თხრობა იმდენად ექსპრესიულია, იმდენად ისტორიულია, იმდენად ცოცხალია, რომ წინასწარმეტყველების თვითონ შინაარს ცდება. ან მაშინ მოსეზე რაღაც მაგიურზე უნდა ვიფიქრო და ეს წმინდა წერილის სული აღარ არის. ასეთი რამე არ ხდება წმინდა წერილში. ანუ უნდა ვიყოთ აი ზომიერება უნდა გქონდეს ამ ნიშნით რომ თქვა. კი, თავის თავაცხადია თუ სული წმინდას უნდა მოსე თავისი გარდაცვალების მიერ რა მოხდებოდა იმასაც დაწერდა. თავის თავაცხადია, მაგრამ არ არის ეს ის სული, რა სულითაც სული წმინდა ამეთყოლებს თავის რჩეულს, არ არის ეს ის სული, რა სულითაც წმინდა წერილში ღვთისმსახურნი მოქმედებენ და არ არის ეს ის სული, რა სულითაც ეკლესია წმინდა წერილს განმარტავს და იღებს თავის წიაღში. ესეთი ეს უფრო მაგიურია ახლა, ეს უფრო მიუღებელია. თუმცა თუ უნდა სული წმინდას გააკეთებდა თავის თავაცხადია. მაგრამ ასე არ, აი მაგალითად, იმ დღეს მე ლაპარაკებოდი და საოცარი მაგალითია, მე ამაზე არ დავფიქრები. პავლეს რომ ღმერთი გასავლეს ღმერთი გამოეცხადება და პავლე გახდება, პავლე უნდა გახდეს. მე რა ხდება გახსოვთ? წადი ანანიასთან. რა ამ გამოცხადებაში უთხრას ყველაფერი, არა ანანიასთან უნდა წავიდეს. ეკლესიაში უნდა დაიწყოს გაზდა. სისავსე და კრებული რას ნიშნავს? იქ უნდა დამტკიცდეს მისი 60 სეკუნდო ღირსება და 60 სეკუნდო მოღვაწეობა. ანანიასთან არა, იქ უნდა დაიმოწყოს იქ. რატო გამოცხადებაში ყოფილი ვერ ეთქოდა? არა. გამოცხადებას აქვს სხვა მისანი. შემდგომ ეკლესია იწყებს ამას ყველაფერს ამას ეცეს. და ჩანართიც ხომ ძალიან საშიში მოვლენაა, რაღაც ჩანართი დაუშვა. მაშინ ნებისმიერ მონაკვეთზე, აი მაგალითად მუსლიმი ხო ამას გადააკეთესო, ეგრეა მუსლიმის ისლამის მიხედვით, რომ გადააკეთეს იუდაველებმა, მე ქრისტიანებმა, თუ რაღაც თუნდაც ერთი პრეცედენტს მივიღებთ. ხო, თუ დაუშვით, მაშინ ისეთ აჰა, ხო ვამბობ. ზეგი მეორეც იქნება, მეხუთეც იქნება. თლიანადაც იქნება, ხო? დროის ხო ძალიან საშიშია. კი, არა, საშიშია, მე თქვენ კიდევ პირდაპირ გეუბნებით, რომ ესე იგი ამ ემოციებით წმინდა წერილის ავტორობის, მისი ავთენტურობის, მისი ტექსტის კითხვა არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ ყოლა. საერთოდ აუშვებს რაღაც ჩანართია, ხო, ის ვერ დაუშვებს, ვინაიდან იქ ხო, იმიტომ რომ იქ მედიუმია ის გესმის. ეკლესიას ამის დღეს ეშინია.
ეს დღესაც არ ეშინია, მაგრამ ისი ზოგიერთი წარმომადგენლის თვალსაზრისით შეიძლება ეშინოდეს თორე 100-ს არ ეშინია, მაგალითად პირდაპირ საუბრობს იგივე ისლამი თუ იტყვის, ხო? სახარებათა შორის განსხვავება, სახარებათა შორის განსხვავებები არის არა მოძღვრებითი, არამედ თხრობითი და თხრობითი განსხვავებები მიუთითებს სწორედ იმას, რომ ნამდვილ ამბავზე ლაპარაკობენ. თორე ისე შეთანხმდებოდნენ და ერთ ტექსტად დაწერდნენ. კარგი, მადლობა თქვა, ხოცვა და დავასრულეთ.